ასეთი იყო დღის მთავარი თემები და კურიერი 9 საათზე ჩვენ გემშვიდობებით რუსთავი ეთერსკი, ნინო შუბლაძე და თოქ-შოუ პოზიცია განაგრძობენ. საღამოშვიდობისა კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს. პარასკევს საღამოს ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ პოზიცია და დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელთანაც ვისაუბრებთ პუტინის შეთავაზებაზე და ვეცდებით გავარკვიოთ რა გადაწყვიტა აპირებს თუ არა შეხვდეს მას გიორგი მარგველაშვილი, როგორ ემზადება ის პირველი ანგარიშისთვის პარლამენტის წინაშე და რაზე აპირებს აქცენტების გაკეთებას თავის გამოსვლაში, მოსწონს თუ არა მთავრობის მუშაობა და ასე შემდეგ. მეორე ნაწილში გვექნება დებატები, დავით ბერძენიშვილი, გიორგი გაბაშვილი იქნებიან ერთმანეთის პირისპირ და გვექნება მოკლე პირდაპირის ჩართვა მოსკოვიდან მიხეილ ხუბუტია ჩაგვერთვება, რომელიც პირისპირ შეხვდა ვლადიმერ პუტინს სოჩში და მათ საქართველოზე ისაუბრეს. თუ რაზე საუბრობდნენ ისინი, სწორედ ამის გარკვევა შევეცდებით ამ გადაცემაში მეორე ნაწილში. პირველ რიგში კი რა თქმა უნდა წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. საღამომშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა რომ დათანხმდით სტუდიაში სტუმრობას. ბუნებრივია, კვირის მთავარი თემა არის ვლადიმერ პუტინის შეთავაზება და ის საკითხები, რომელიც ჩამოვთვალე, მაგრამ თქვენ გუშინ დაბრუნდით აზერბაიჯანიდან და მოკლედ მინდა რომ ამ ვიზიტზე კითხოთ და გადავიდეთ მთავარ თემებზე. რა კონკრეტული საკითხები განიხილეთ პირისპირ შეხვედრაზე იგივე პრეზიდენტ ალიევთან ეს პირველი ვიზიტი იყო და იგივე ყარსი ახალქალაქზე თუ იყო საუბარი, არ ვიცი რა იყო მთავარი საკითხები. საქმე ისაა რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან იმ ჯგუფთან რომელიც საქართველოსთან და ჩვენს ქვეყანასთან ანვითარებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს აუცილებელი იყო ხელახლა კიდევ ერთხელ ხაზგასმა ჩვენი კეთილმეზობლობის ხელახლა მიმოხილვა იმ პროექტების რომელიც მიმდინარეობს და რომელიც სტრატეგიულია ჩვენი ქვეყნისთვის და ლაპარაკი მომავალზე. ჩვენი ყარსი ახალქალაქზეც იყო. ბუნებრივია. საქმე ისაა რომ რეალურად ის პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ აზერბაიჯანთან და რომელიც 94 წლიდან იწყება. ცulis ბევრ რამეს ჩვენ რეგიონში. რეალურად ცulis გეოპოლიტიკას ჩვენი რეგიონისა, იმიტომ რომ ბაქო-თბილისი სუფსა, ბაქო-თბილისი ჯეიხანი, ბაქო-თბილისი ერზრუმი, ბაქო-თბილისი ყარსი ეს ის პროექტებია რომელიც შევხედოთ განაპირობებს არა მარტო ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს, ასევე თურქეთის, არამედ ზეგავლენას ახდენს გლობალურად ევროპისა და აზიის კონტინენტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მილიონობით ადამიანი და რამდენიმე სახელმწიფო, როგორც აზიაში, ასევე ევროპაში აი ამ პროექტების მეშვეობით ეურთიერთება ერთმანეთს და ის რაც ხორციელდება ამ პროექტებში ახდენს გავლენას თოვლადზე, სტაბილურობაზე, კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ გზდაზე არა მარტო ჩვენი რეგიონის, არამედ უფრო ბევრად უფრო დიდი არეალის და მასშტაბის. ახლა ეკონომიკურად უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროექტები, მაგრამ ეკონომიკურის გარდა ჩვენთვის ამ პროექტებში დევს სერიოზული გასაღები ჩვენივე ეროვნული უსაფრთხოების, ქვეყნის სტაბილურობის, იმიტომ რომ რაც უფრო აღმოსავლეთით და დასავლეთით გაიწევს ეს პროექტები, იმიტომ რომ თუნდაც გასადენის პროექტი და ის ტაპისა და ტანაპის პროექტი, რომელიც უკვე ევროპისკენ არის მიმართული, ფაქტიურად არაერთ, არამედ რამდენიმე სახელმწიფოს თვისობრივად აინტერესებს იმითი რა ხდება ჩვენ რეგიონში, რამდენად სტაბილური არის ჩვენი რეგიონი და რამდენად ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება. ერთი რამე რაც ნათლად გამოჩნდა ჩვენი შეხვედრის დროს და მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ უაღრესად თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა თქვენსა და ალიევს შორის. გამომდინარე იქიდან თვითონ პრეზიდენტი ალიევი უაღრესად გახსნილი რაცა იუმორით ახსავსე ძალიან თავისუფლად მოსაუბრე ადამიანია და ბუნებრივია მეც ასეთი განწყობა მქონდა იმდენად საინტერესო დიალოგი ჩამოყალიბდა რომ ჩვენ თავიდანვე დავინახეთ ის საერთოდ უნდა წავიდეთ როგორც ქვეყნები და რა ზოგად ჩარჩოშიც უნდა იჯდეს ეს თანამშრომლობა. ერთი სწორი პოზიცია დააფიქსირა უდაოდ ბატონმა ილხამმა და შეუძლებელი ამას არ დაეთანხმო, რომ ჩვენი რეგიონიდან
თუ აქამდე იყო სულ პრობლემებზე საუბარი, დღეს ჩვენ უნდა გავხსნათ კავკასია მხოლოდ პოზიტივისთვის, თანამშრომლობისთვის, შესაძლებლობებისთვის და ეს უნდა ესმოდეს ქვეყანა სოფლიოს ჩვენი კავკასიის რეგიონიდან. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ თვითონ თურქეთის პოზიციაც ამასთან მიმართებაში ისა შეხვედრებიც მქონდა პრეზიდენტ გიულთან და პრემიერ ერდოგანთან სრულიად თანხვედრილი ამ მიმართებასთან. ანუ თურქეთიც ისევე როგორც აზერბაიჯანი, ისევე როგორც საქართველო თანამშრომლობის პოტენციალის განვითარებას ხედავს იმაში, რაც ჩვენ უნდა მომავალში განვახორციელოთ. ეს არის ერთმანეთის პატივისცემაზე და ერთმანეთის ინტერესების აღიარებაზე დამყარებული ურთიერთობა. და თუ იყო საუბარი ამავე ფორმატში, იმიტომ რომ თქვენ საინგილოშიც იმყოფებთ, იგივე საინგილოში მცხოვრები ქართველების, არ ვიცი, რაღაც პრობლემებზე იქ იყო ხოლმე ხან ქართული ენის შესწავლის პრობლემა, ანუ საინგილოშიც იყავით ესეც რომ ითხრათ და გადავიდეთ უკვე პოტენციალზე, იმიტომ სკოლების, სახელმძღვანელოს. იყო ამაზე პირობირებთან საუბარი თუ ეს უკვე მე უშუალოდ იმ მოსახლეობასთან? უდაოდ იყო, იმიტომ რომ თუ აღარ არსებობს ეს პრობლემა, არ ვიცი, თქვენი შთაბეჭდილება საინგილოდან. პრობლემის კონტექსტში არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ნათლად დავინახეთ ის რომ პოტენციალი რეგიონის განვითარებას სწორედ აქვს სტრატეგიული თანამშრომლობისკენ და სტრატეგიული პარტნიორობისკენ. შესაბამისად, ასეთი პარტნიორობის და თანამშრომლობის რეჟიმში ყველა პრობლემა ბევრად უფრო ეფექტურად წყდება. გარდა ამისა, პრობლემებსო თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ჩვენ იქ ვისაუბრეთ დემარკაციის საკითხებზე, რომელიც მე არ ვიტყოდი რომ პრობლემის სახით დგას, უბრალოდ ამ მიმართულებით ჩვენ უნდა გავააქტიუროთ მუშაობა და პრეზიდენტმა ალიევმა იყო საუბარი მსადაო ტერიტორიაზე ადრე იყო საუბარი გახსოვთ და დავით გარიჩიმოს დემარკაცია რა ხან ახსენეთ. ნაწილია ეს ყველაფერი და პრეზიდენტმა ალიევმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა რომ ჩვენ ამ მიმართულებით მთავრობის დონეზე უნდა დავიწყოთ იმ კომისიის გააქტიურება რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში ეს თემები არ არის არანაირად პრობლემის შემცველი. არამედ პირიქით უბრალოდ აი ამ კეთილმეზობლურ და აი ამ ემოციურ ფონზე უბრალოდ ეს ის არის რაზეც უნდა იმუშაოს შესაბამისმა კომისიებმა. მაგრამ თუ დაუბრუნდებით იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ ერთმანეთის პოტენციალში, მე მინდა ვთქვა, რომ პრობლემების კონტექსტში არ ყოფილა ეს საკითხები განხილული. აზერბაიჯანი არ არის ჩვენთვის მხოლოდ ნავთობი, არ არის მხოლოდ ჩვენთვის სატრანსპორტო პროექტი, არ არის ის პროექტი, რომელშიც მხოლოდ ნავთობი მიედინება, ან გაზი, ან თუნდაც ბუნებრივი, ან თუნდაც აისაფის მისიის გამოყვანა. მე მგონია, რომ ჩვენ ვიზიარებთ ამ დამოკიდებულებას, რომ აზერბაიჯანის თან თანამშრომლობა იმიტომ მიმდინარეობს ასეთ ეფექტურ კონტექსტში, რომ არსებობს ხალხთა შორის, კულტურათა შორის ისტორიული თანხვედრა. შესაბამისად, მარტო გლობალურ კონტექსტზე და გლობალურ პროექტებზე კონცენტრაცია, რომელიც რასაკვირველია, მსოფლიოს გეოპოლიტიკას ცვლის, მაგრამ მარტო ამაზე კონცენტრაცია იქნებოდა არასწორი. იმიტომ რომ ჩვენი კულტურები უნდა დაახლოვდნენ და მე მინდა რომ გეჩქარებათ კახის თემაზე გადასვლა. ჩვენი კულტურები უნდა დაახლოვდნენ და ამ დაახლოების წინაპირობა არის სწორედ ის, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ და გავუფრთხილდეთ და საგანგებო ყურადღება მივაქციოთ იმას, რა როლს თამაშობენ აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკური ქართველები აზერბაიჯანის განვითარებაში და რა როლს თამაშობენ საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანები საქართველოს განვითარებაში და კულტურულ გაძლიერებაში და ჩვენ აი ამ აქცენტებზე ვისაუბრეთ და ბუნებრივია აქაც არანაირი სიმძაფრე არ ქონდა უბრალოდ ვფიქრობდით და მსჯელობდით იმაზე რამდენად უფრო მეტი შესაძლებლობები შეიძლება შევუქმნათ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს საქართველოში და ეთნიკურ ქართველებს აზერბაიჯანში. ბუნებრივია ეს შეხვედრა ეხლა ერთის მხრივ ჩვენ საუბრობთ ამაზე ახლა ასე მშვიდად და ასე ვთქვათ პოლიტიკურ კონტექსტში, მაგრამ იქ ჩასვლა ქართველებთან შეხვედრა, მათი სიმღერის მოსმენა, მათთან შეხება, სხვა აბსოლუტურად აღმაფრთოვანებელი ემოციური გავლენა ჰქონდა ამას როგორც ჩემზე, ასევე დელეგაციის ყველა წევრზე, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც იყო აბსოლუტური თანხვედრა პოლიტიკურ საკითხებზე. ახლა ამ თემების გარდა ჩვენ კიდევ აზერბაიჯანთან ბუნებრივია თანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებში და ამაზეც ერთი წამით მინდა ვთქვა, და გადავიდეთ უკვე მე თავარ თემაზე.
ძალიან მაინტერესებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დეტალებზე რას ფიქრობთ, მაგრამ კი ბატონო, დაასრულეთ რა იყო თავი ეს თემები, რაზეც ახლა გესაუბრებით, ბუნებრივად გავლენას ახდენს იმ თემებზე, რაზეც მე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ რადგან ასე გეჩქარებათ. არა, გისმენთ დაასრულეთ ის პრობლემები, რაც ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია, ანუ ის ყველაზე მტკივნეული თემები, რაც გამოიხატება ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში, აი ამ პრობლემების გასაღებიც სწორედ იმ თანამშრომლობაშია გარკვეულწილად, რომელსაც ჩვენ აზერბაიჯანთან ვახორციელებთ ყველაზე ფართე საერთაშორისო ფორუმებზე, როგორც გაეროს, ასევე ეუთოს, ასევე სხვა ევროპულ ფორუმებზე და გარდა ამისა თვითონ ეს მიდგომა საკითხის მიმართ, რომ საქართველო ხდება არა პრობლემის, არამედ პოტენციალის ქვეყანა, როგორც აღმოსავლეთისთვის, ასევე ევროპისთვის, მე ვფიქრობ, აი სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად გადადგმული ნაბიჯია. ძალიან სწრაფად შევეცადე რომ მეპასუხა თქვენთვის იმიტომ. არა, და ძალიან საინტერესო იყო მოვისმინეთ, უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ეს რაღაც ახალი იყო ამ კვირაში და მტკვრის მთავარი თემა იყო პოლიტიკური და სწორედ ამიტომ რა თქმა უნდა მინდა გადავიდე ამ საკითხზე. რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა თქვენთან შეხვედრის. მანამდე პესკოვის მხრიდანაც გაკეთდა განცხადება, რომ ვლადიმერ პუტინი შეხვდებოდა საქართველოს პრეზიდენტს. ანუ მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია. მზად არის თუ არა გიორგი მარგველაშვილი შეხვდეს ვლადიმერ პუტინს და ვთქვა დასვას ის ყველა კითხვა თუ საკითხი თუ ეს შეხვედრა შედგა რაც აწუხებს მოსახლეობას და ნუ საქართველოს. ნინო თქვენ სწორი აღნიშნეთ რომ თემა არ არის ამ კვირის, არამედ თემა არის რამდენიმე კვირის და ჩვენ ამ რამდენიმე კვირაში მიმდინარე მოვლენებს საგანგებო ყურადღებით ვაკვირდებით, გამომდინარე იქედან რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. თემა დაიწყო პესკოვის განცხადებით. პესკოვის განცხადებას შემდეგ მოყვა პუტინის რეპლიკა, მე მგონი თქვენი ქართულ ჟურნალისტებთან კითხვაზე. ჟურნალისტთა კითხვაზე. ალბათ ესეც შემთხვევითი არ იყო, როდესაც ის ქართულ ჟურნალისტებთან გაჩერდა. ყოველ შემთხვევაში ესე იყო აღქმული მედიის მხრიდან, რომ მას უნდოდა რაღაც კომუნიკაცია ქართულ მედიასთან. ამის მერე იყო ჩემი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ შეხვედრას აქვს მნიშვნელობა თუ არის მზაობა ყველაზე მტკივნეული საკითხების გადასაწყვეტად. ამის მერე უკვე არის კარასინის განცხადება. აი ამ დინამიკაში თუ დავაკვირდებით ამ პროცესს, ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთის მხრიდან საგანგებო ყურადღება დაეთმო შესაძლო შეხვედრას. იმიტომ რომ ეს არ იყო უბრალოდ პესკოვის, შემდეგ რეპლიკა, შემდეგ ეს იყო თანხwebdriverში და ყველაზე დიდ ასე ვთქვათ ინტერესს ჩემში იწვევს უკვე ჩემ განცხადებაზე, როდესაც ლაპარაკი იყო. თქვენ თქვით რომ ძალიან სერიოზული თემების განსახილვა თუ არის მზად, თქვა შედგება შეხვედრა. აი ამის მერე გაკეთებული კარასინის განცხადება, როდესაც ის ამბობს, რომ შეხვედრის მოსამზადებლად უნდა უკვე დაიწყოს მუშაობა, ეს ჩემთვის აჩვენებს თემის სერიოზულად დასმის წინაპირობას. ანუ ფიქრობთ რომ მზაობა არის რუსეთის მხრიდან, რომ ამ თემებზე ესაუბროს პირისპირ ქართულ მხარეს და თქვენ თუ გაქვთ თქვა მზაობა ამისათვის, რომ ეს საკითხები დაისვას. ახლა რო შევხედოთ კიდევ ერთხელ დინამიკას, რომელსაც უაღრესად ჩემი აზრით პროფესიონალურად და სიღრმისეულად აკვირდებიან რუსი პოლიტიკოსები და უმაღლესი თანამდებობის პირები. ჩემი განცხადებები თავიდანვე დღესაც იყო ერთმნიშვნელოვანი, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებობს უაღრესად დაძაბული ფონი, რომ ჩვენი ხელისუფლების ტენდენცია არის დეესკალაცია დაძაბულობის და ამავე დროს რომ ჩვენთვის პრინციპული არის სუვერენიტეტის, ეროვნული ტერიტორიების მთლიანობის, დამოუკიდებლობის და ჩვენი ეროვნული პოზიციის გამოხატვის თავისუფლების გარანტირება. რომ ეს ის თემებია, რომელშიც ჩვენ ვერ ვხედავთ რანაირად შეიძლება რამე მაინც იქნას დათმობილი. ეს განცხადებები კეთდებოდა როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. განცხადებები იმის თაობაზე, რომ აბსოლუტურად პრინციპული არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, აღიარება იმისა, რომ ამ ქვეყანას გააჩნია თავისი განვითარების ინტერესები და ვექტორი, აღიარება იმისა, რომ ამ ქვეყანას აქვს უფლება, რომ მისი სუვერენიტეტი იყოს დაცული, ეს განცხადებები არც ერთ მომენტში არ შეცვლილა. ახლა ამ განცხადებების ფონზე, როდესაც ამ საკითხებს ასე და ამ ფორმით წარმოგიდგენიათ ამ შეხვედრაზე თუ შედგა?
ნუ შევალთ იმდენ იცით რა ვითარებაში შევდივარ ჩვენ რომ ფაქტიურად მე შესაძლო შეხვედრის ტექსტი ახლა ვილაპარაკოთ თქვენთან. დავაკონკრეტებ რა ვიგულისხმე, ანუ შეხვედრისთვის ერთგვარი გაცნობითი უშვებთ ამას თუ პირდაპირ რაღაც ძალიან სერიოზული და მტკივნეული საკითხების განხილვა. აი ამას ვკითხულობ. ამიტომ მოგიყევით მე თქვენ ეს დინამიკა. რითი დაიწყო? დაიწყო პესკოვის განცხადებით, შემდეგ იყო პრეზიდენტ პუტინის რეპლიკა, შემდეგ იყო ჩემი ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ შეხვედრა უნდა შედგეს და შეხვედრა მნიშვნელოვანია თუ არის მზაობა უაღრესად პრობლემური და მტკივნეული საკითხების განხილვის და ამის მერე არის კარასინის განცხადება. ანუ ფიქრობთ რომ მიიღო ეს გზავნილი ერთგვარად მოსკოვმა, ამას გულისხმობ. მე ვცდილობ რომ ანალიზი მოგაწოდოთ და ყოველ შემთხვევაში ამ ანალიზის ფონზე არის სხვადასხვა ვერსიები, რომლის დასკვნაც 100%-იანი გარანტიით ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ რა მოხდა, მაგრამ მე თქვენ გიჩვენებთ პროცესის დინამიკას. გასაგებია, მაგრამ კი ბატონო, თქვენ დაასრულეთ. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული პოზიცია რუსეთთან ურთიერთობის, სადაც ჩვენ მარტივად ვამბობთ, რომ ჩვენ არანაირად არ განვიხილავთ საქართველოს პერსპექტივაში, როგორც რუსეთისთვის პრობლემის ან დისკომფორტის შემქმნელ ქვეყანად, არამედ პირიქით მიგვაჩნია, რომ საქართველო არის კეთილმეზობლური პოლიტიკის მიმდევარი, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც იქნება აღიარებული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სუვერენიტეტი და ეს მესიჯი არც ერთ ეტაპზე, არც არჩევნებამდე, არც არჩევნის მერე არ შეცვლილა და ამ ფონზე ჩვენ საუბრობთ, რომ გადასაწყვეტია უაღრესად მტკივნეული პრობლემები და რომ რუსეთთან უნდა დაიწყოს რაციონალური დიალოგი. ამ ფონზე კარასინის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ არა უბრალოდ შეხვედრა, არამედ შეხვედრისთვის მომზადება უნდა დაიწყოს. და მალე იქნება ეს შეხვედრა, სწორედ აბაშიძე კარასინის, ხო, სადაც ეს დეტალების გარკვევა ალბათ დაიწყება უკვე. აი, რა კონკრეტული დავალებით შეიძლება, არ ვიცი სიტყვა ვიხმარო თუ არა, მიდის აბაშიძე ამ შეხვედრაზე, ანუ კონკრეტულ გზავნილებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თქვათ, მიაქვს აბაშიძეს ამ შეხვედრაზე. ბუნებრივია, იქ დაიწყება მუშაობა იმ თემებზე, რომელიც შესაძლოა განხილული იქნას შეხვედრის დროს, მაგრამ მოდით შევხედოთ იმას, რას ემსახურება ხოლმე პრეზიდენტებს შორის შეხვედრა. ეს არის შეხვედრა იმისთვის, რომ ჩვენ გადავიდეთ აი ამ საკითხების უაღრესად შვიდ, რაციონალურ კონტექსტში განხილვისკენ და რეალურად ვისაუბროთ იმის თაობაზე, რომ ამ სიტუაციიდან ჩვენ უნდა ვიპოვნოთ გამოსავალი. ის რომ საქართველოსთვის პრობლემები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში უაღრესად მტკივნეული პრობლემები არ წარმოადგენს სამხედრო გადაწყვეტის ასე ვთქვათ ფორმატში არ განიხილება, ჩვენ ეს ვიცით. მაგრამ ამას იქეთ ჩვენ გვინდა რომ ვაჩვენოთ ჩვენ იმ ადამიანებს, ვისაც ვესაუბრებით, ჩვენ ვიზავის რუსეთის მხარეს, რომ მზად ვართ რაციონალურ კონტექსტში განვიხილოთ, რა შეიძლება იყოს რუსეთის ინტერესი და რომ დღევანდელი მდგომარეობა, რაც არ უნდა ის მტკივნეული იყოს ჩვენთვის, ქართველებისთვის, არანაირად არ არის მომგებიანი რუსებისთვის და ასევე არანაირად არ არის მომგებიანი არც მართულ ხარჯებს იქეთ დარჩენილი საქართველოს მოქალაქე აფხაზებისთვის და არც მართულ ხარჯებს იქეთ დარჩენილი საქართველოს მოქალაქე ოსებისთვის. აი ამ კონტექსტში გადაყვანა დიალოგის არის ის, რაც არის ჩვენი მიზანი. აი, ბატონ გიორგი, იგივე ანონსიც იყო, რომ იგივე თქვენი გუნდის წევრი ლევან ბერძენიშვილი ელოდება რაღაც გარღვევას. თქვა, რომ ეს შეხვედრა უნდა იყოს იმისთვის, რომ მაშინ რაღაც გარღვევა უნდა მოხდეს და მან ჩამოთვალა, თქვა, არა ეკონომიკაზე იყო საუბარი, არამედ უფრო პოლიტიკურ ნაწილზე და იყო საუბარი ყველაზე მწვავე საკითხები, დეოკუპაცია, მავთულ ხლართები, დევნილების დაბრუნება, ასე შემდეგ. თუ მათი მხრიდან გამოიკვეთა, რომ არა და მაშინ აქვს აზრი ამ შეხვედრას, იგივე ლევან ბერძენიშვილი ამბობდა. თუ მათი მხრიდან, იგივე კარასინი აბაშიძის შეხვედრასაც ეს თემები უნდა დაიგო. არ იქნა მზაობა, მაინც შესაძლოდ უშვებთ ამ შეხვედრის ნინო, ისეთ ასვაკეთებ ჩვენ. მე შეიძლება იმდენი ვილაპარაკო აქ, რომ მე შესაძლო შეხვედრის დროს საქმელი აღარაფერი აღარ მქონდეს. თუ მე ყველა ვარიანტი გავიარეთ თქვენთან, პოზიცია მაინტერესებს თქვენი და დავასრულებ ამ თემას, უბრალოდ თუ არ იქნა იქიდან ამ საკითხების ამიტომ მოგიყევით კიდევ ერთხელ დინამიკა.
კიდევ ერთხელ დაუბრუნდები პესკოვი, პუტინი, კარასინი. სადაც იყო შუაში ჩემ მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ უაღრესად მტკივნეულ საკითხებზე. მტკივნეულ საკითხებზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ როგორ და რა კონტექსტში განვიხილავთ ამ საკითხებს. ეს არის ისაც მე განვაცხადე და რის მერეც ხდება კარასინის განცხადება, რომ ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მათ ამ საკითხების მოსაგვარებლად. ხა კიდევ ერთხელ თუ მკითხავთ რას მეტყვიან იქედან და მე რას უპასუხებ, ეს იქნება ჩემი მხრიდან, თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ეს იქნება ჩემი მხრიდან ბუნებრივია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ოდესაც ჩვენ მიდიხარ ასეთი ტიპის შეხვედრებზე, აქ არის ვიზავისთან გარკვეულ წილად ერთმანეთ მომზადება იმ სასაუბროსი, რომელზეც უნდა ვისაუბრო. ანუ ეს არის პროცესი მომზადების. თუ გნებავთ, რომ ეხა პირდაპირ ეთერში გავიარო, ყველა პრობლემა, მათი შეცვალო შემოთავაზება, ჩემი შესაძლო პასუხი. გასაგებია, რომ ეს საინტერესოა, მაგრამ მოდით ვთქვათ, ჩვენი მიზანი არის ის, რომ რუსეთთან დაიწყოს რაციონალური დიალოგი. ვის აწყობს არსებული ვითარება. კიდევ ერთხელ, მანამდე რაზეც იყო ლაპარაკი და რაც ჩვენ მოვახერხეთ, რუსეთთან ისტერიული დაპირისპირების ფონი მოიხსნა, განსაკუთრებით სხვა ჩვენი მონაწილეობით ოლიმპიადაში, ისტერია, დაპირისპირება, ემოცია მოიხსნა, ეს აღარ არის და ეს პოზიტიურია ამ პრობლემების და სანაცვლოდ ელოდებით ამ რუსეთის მხრიდან რაღაცას ჯერჯერობით ხედავთ მართულ ხლარტებს, ხო? სანაცვლოდ ახლა უნდა მარტო მართულ ხლარტებს ხედავთ? არა, ნუ პოლიტიკური ნაწილში გარდა ბევრად უფრო მეტი პრობლემური ვითარებაა, ხო? მართულ ხლარტების გარდა ოკუპირებულია ტერიტორიები. არა, მე გულისხმობ საპასუხო ნაბიჯებს დღეს, თორე ეს ბუნებრივია, ახალს გულისხმობ. არა, მართულ ხლარტები არის სწორედად ჩვენი პოლიტიკის ეფექტურობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ მართულ ხლარტი არის არა ტანკის ან თვითმფრინავის წინააღმდეგ. მართულ ხლარტი არის იქ იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები ცხინვალში და ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთში ცდილობენ რომ ჩვენთან გადმოვიდნენ. ეს არის იმ ხალხის შემაკავებელი და არაფერი სხვა რამე. სწორედ ამიტომ გკითხეთ, რომ თქვენი ამ პოლიტიკის sapasუხოდ რომ ამას ხედავთ, თქვენ ელოდებით მზაობას, ამიტომ გკითხეთ რუსეთის მხრიდან. ის დინამიკა, რაზეც არაერთხელ გვითქვას, რომ უნდა დამთავრდეს ისტერია, უნდა დაიწყოს რაციონალური დიალოგი, აი ამ დინამიკის პირველი ეტაპი შესრულებულია, ისტერია და შეურაცხყოფები დამთავრებულია, იარაღის ჟღარუნი დამთავრებულია, ახლა იწყება მცდელობა რაციონალურად არსებული პრობლემების განხილვის. ყველა თემას დღეს ჩვენ ვერ გავივლით და არც იქნება სწორი. ხო, თუმცა რუსეთის მხრიდან იგივე თიბილოვი ანქვაბის იმ სახელმწიფო ლოჟაში და ასე შემდეგ ბევრი რამე აღიქვა შეურაცხყოფა საზოგადოებამ რუსეთის მხრიდან, თქვენ ქართული მხრიდან ამბობთ, გასაგებია. ამიტომ მინდა ახლა უბრალოდ კითხოთ, სად და დავასრულოთ ეს შეხვედრის თემა. სად განიხილავთ? არა, ამასაც დაუბრუნდეთ რა. კი ბატონო. და ღრუბლიანი რუკა, თიბილოვი ანქვაბი. ეგრე ასეთ კონტექსტში გინდათ რომ განვიხილოთ ქართულ-რუსული ურთიერთობები? არა, ეს აღიქვა საზოგადოების ნაწილმა ერთგვარ სიურპრიზად რუსეთის მხრიდან. მოცემულობაა რომ ეს მოხდა, ხო? თიბილოვი და ანქვაბი ჩავიდნენ, მე ამას ვამბობ. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ახლა მესმის. ლიდერების ლოჟაში. საზოგადოების ნაწილმა პარაფირების ხელშეკრულება შალახოს კონტექსტში გაიაზრა. ხო? მეორე ნაწილისთვის ოკუპაცია თითქოს მეორე პლანზე არის გადასული და რუკა რა ფორმაში გამოჩნდება, ეს არის მნიშვნელოვანი. მე მინდა გითხრათ, რომ გასაგებია, ნაწილი ასე აღიქვას, მაგრამ თავარი არის ჩვენ რას წამოვწეთ წინა პლანზე. წამოწეული არის წინა პლანზე შემდეგი ვითარება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ემოციებიდან გადავიდეთ რაციონალურ დიალოგზე. ეს არის ქართულ მხარეზე, მე რუსული მხარის ქმედებებზე გავამახვილე, ყოველდღე რუსულ სიურპრიზად ჩაიქვა. არა. ამის თქმა მინდა მე. ჩვენ ხო ახლა ვლაპარაკობთ ისევ ემოციურ მხარეზე, ისევ აფექტურ რეაქციებზე ჩვენივე საზოგადოების მხრიდან. მოდით შევხედოთ ვითარებას და ვითარება ძალიან მძიმეა. არ შეიძლება ამ ვითარებას დამძიმება იქ რუკაზე, სად იქნება ღრუბელი. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი სუვერენიტეტი ხელყოფილია. ახლა მე დანარჩენს როგორ იქნება ეს გაფორმებული, ღრუბლით იქნება თუ წვიმით იქნება გაფორმებული, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მაშინ როდესაც მთავარ პრობლემას უნდა ძალიან გაუსწოროთ თვალი და დავინახოთ, რამდენად მძიმე ვითარებაში ვართ. და გამოსავალი ამ მძიმე ვითარებიდან არის ის, რომ ჩვენვე აქცენტი გავაკეთოთ არა მეორად დეტალებზე, არამედ აქცენტი გავაკეთოთ მთავარზე. ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვესაუბროთ რუსეთის უმაღლეს თავმჯდომარის პირებს რაციონალურ კონტექსტში და შევეცადოთ მათი დარწმუნება იმაში, რომ საქართველოს მომავალი დაალაგებული, დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული და ორგანიზებული საქართველოს მომავალი
არ არის საშიშროება რუსეთისთვის. არამედ პირიქით მათი სამხრეთი საზღვრების და საერთოდ საზღვრების და მათივე სტრატეგიული განვითარების ინტერესში. მე მესმის ხა არა, სხვა რამე მინდა კითხოთ საზღვრები, როდესაც თქვით ამის დარწმუნება რუსეთის, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება ამას გვიჩვენებს მომავალი პოლიტიკა, მაგრამ რუსეთი ღია დამბობს არახე ნატოს მინდა შევეხო. კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდეთ. არა, ერთი წამი, ვიცი რასაც უნდა დავუბრუნდეთ. ნახეთ რა მინდა გითხრათ. კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნდე იმასაც თქვენ გინდათ რომ მითხრათ რომ ამის დარწმუნება შეუძლებელია. არა, ეს არ მინდა სულ გითხრათ, თქვენ ამბობთ უბრალოდ რომ ამაში უნდა დარწმუნდეს რუსეთიო და რუსეთი ღია ჩვენ, როდესაც ჩვენი კურსი არის ნატოსკენ, ძალიან ღიად, იგივე პრემიერმა მედვედევმა ჩვენთან ინტერვიუში ძალიან ღიად. ესე იგი მწოდნია რა უნდა რომ ნატოსში შესვლა საქართველოში მიუღებელია მათთვის. ნინო. ხო სწორია. აქედან გამომდინარე როგორ შეიძლება ეს. რო გიპასუხოთ. ეხლა ნახეთ. ჩვენი სუვერენული არჩევანი არის მიუღებელი რუსეთისთვის სამწუხაროდ. ეხლა ნახეთ. ესეთი ცვლილებები მომხდარა უკვე უახლოეს ისტორიაში. ხო? ევროპა ხო ნატოში. ხო? მიიღო ეს რუსეთმა. ის რაც იყო ადრე ვარშავის პაქტი, ახლა არის ნატოს ალიანსში. თუმცა უკრაინას აი ხელი არ მოაწერა. ესეთი მაგალითიც ხო იყო. ევროპის, ანუ ვარშავის პაქტის ქვეყნების გარდა, ანუ სოცქვეყნების გარდა, მიიღო თუ არა რუსეთმა რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები არის ალიანსის შემადგენლობაში. მიიღო, ხო? მიიღო. ახლა ჩვენი მიზანი რა არის? რომ მუდმივად პედალირება გავაკეთოთ და მუდმივად ვუძახოთ მთელ მსოფლიოს რომ რუსეთი პრინციპული არის იმასთან დაკავშირებით რომ ნატოში არ შევალთ ან ევროკავშირში არ შევალთ და გერმანელები, ფრანგები, ბრიტანელები დავარწმუნოთ იმაში რომ რუსეთისთვის აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობის არის რომ საქართველოს ნატოში არ შევიდეს. თუ ჩვენი მიზანი არის პირიქით ჩვენივე რუსი ის ადამიანები ვისაც ვესაუბრებით, განსაკუთრებით პრეზიდენტი პუტინი, დავარწმუნოთ იმაში, რომ საქართველოს ნატოში ყოფნა არის ბევრი იმ პრობლემის გადაწყვეტა, რის წინაშეც რუსეთი დგას. რა არის ჩვენთვის პოლიტიკურად მომგებიანი? რომ ვიძახოთ, რომ დავარწმუნოთ ბრიტანელები, რომ ვიცით რა, თქვენ თუ ნატოში, თქვენ თუ შესაძლებელია თქო, რომ მარტო შესაძლებელი რო არის ხომ გაჩვენეთ. ნატოს დინამიკას შეხედეთ. არის შესაძლებელი? ვარშავის პაქტის დროს ვინმე იტყოდა, რომ პოლონეთი ან ჩეხეთი ან არ ვიცი კიდე რუმინეთი იქნებოდა ნატოს იმაში, ალიანსში, რუმინეთი არ არის მეგონა. ხო? ან ერთი წამი. ან ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებოდნენ ნატოს ალიანსში. ამას ხო არავინ არ აღიარებდა მაშინ. დღეს ეს აღიარებული რეალობაა. და დღეს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, დღეს არა, 10 წლის განმავლობაში ცდილობენ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ იცით რა, თქვენ თუ ნატოში მიგვიღებთ, ეს იქნება აბსოლუტური კატასტროფა რუსეთისთვის. როდესაც ჩვენი მიზანი არის პირიქით, რუსეთსავე დაუმტკიცოთ, რომ ტერორიზმის, გლობალური მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ, სხვა პრობლემების წინააღმდეგ, რაც რუსეთს აწუხებს, აი ამ პრობლემის გადაწყვეტა არის სწორედ საქართველოს ნატოში ყოფნა. მესმის, თუმცა ნატოს სამიტის მოლოდინებზე მე რეკითხავთ, ევროპის ამ ხელმოწერისზე მინდა გკითხოთ, უკრაინა რა ხან ვახსენეთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ ასოცირების ხელშეკრულების ყველაზე რთული პერიოდი იწყება ეხლა, ვთქვათ ამ ხელმოწერამდე, ხო? ესე მაინც ვთქვათ, მესმის რომ ამის დარწმუნებას ვცდილობთ, მაგრამ რა საფრთხეებს ელოდებით, ანუ არ ელოდებით რუსეთისგან, რაიმე მსგავს საფრთხეებს, რაც იყო უკრაინაში და საერთოდ იგივე შიდაზეც მინდა მე გკითხოთ, ანუ როგორ აპირებს საქართველოს მივიდეს ამ ხელმოწერამდე, როგორ ფიქრობთ? თუ დარწმუნებული ხართ, რომ ვთქვათ რუსეთმა შესაძლოა ამაზე დარწმუნდეს, რომ მის ინტერესშია ვთქვათ საქართველოსთან მხოლოდ კეთილმეზობლობა და ეს ხელშემშლელი ფაქტორები არ ჩართოს. პირველ რიგში მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის მხრიდან ამ ეტაპზე საქართველოს სუვერენიტეტზე ზეწოლა იმ თვალსაზრისით, რომ არ მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, ასეთ რამეს მე ვერ ვხედავ. გამორიცხავთ, რომ ეს მოხდეს საქართველოში. არა, ნინო, მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე. აი ეს მოდით რა ზუსტად რასაც ვლაპარაკობ, აი იმას ვიზამ. მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე. ეს უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ არ შევქმნათ ილუზია იმისა, რომ რაღაცა ზეწოლა ხორციელდება. ახლა გადავიდეთ სხვა რამეზე. ვარ თუ არა უაღრესად ყურადღებით ამ საკითხის მიმართ. რა თქმა უნდა, ვართ. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენივე ტრაგიკული გამოცდილება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის
და ჩვენ გვაქვს მაგალითი უკრაინის. აქედან გამომდინარე ჩვენ უაღრესი ყურადღებით უყურებთ იმას რა ხდება. იქნება თუ არა ასეთი ზეწოლა. დღეს ასეთი ზეწოლა არ ხორციელდება. მაგრამ თუ იქნა არსებობს თუ არა პრევენცია ხელისუფლების სატყოფნა იმისათვის რომ თქვათ ანალოგიური არ გამეორდეს და ხელმოწერა შედგეს. ამისთვის მზაობა არსებობს ხელისუფლებაში, ხო? ამას გეკითხებით. მოდით, ბუნებრივია არსებობს, მაგრამ მოდით შევხედოთ რეალობას, სად არის ამ მზადყოფნის თუ სად არის ასეთი შესაძლო ზეწოლის წინააღმდეგ სიმტკიცის გარანტიები. ეს სიმტკიცის გარანტიები ბუნებრივია არის ხელისუფლებაში, მაგრამ არა მხოლოდ. ეს სიმტკიცის გარანტიები არის აგრეთვე საზოგადოებაში. და პრეზიდენტში. თუ არის თქვენ თუ იქნებით ამის სიმტკიცის გარანტი. თქვენთან გვაქვს ინტერვიუ თან კონსტიტუციითაც თქვენ ხართ გარანტიამ საგარეოს იქნებით თქვენ ამის გარანტი. პირდაპირ ვკითხოთ. ბუნებრივია. მომეც შესაძლებლობა რომ დავასრულო. კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ სიმტკიცის გარანტზე მაინტერესებდა პრეზიდენტის თუ იქნებოდა, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ეს ფიცი უკვე დადებული მაქვს. კი ბატონო. მაგრამ მე რა მინდა ვთქვა? არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება, სხვათა შორის პარლამენტი მისი მთლიანი შემადგენლობით, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია და არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ ქართული საზოგადოება არის გაერთიანებული ამ ღირებულების და ამ ვექტორის მიმართულებით. იცით რა არის კიდევ უაღრესად მნიშვნელოვანი რომ აღვნიშნოთ, რომ ამ ვექტორისთვის და ამ განვითარებისთვის ბევრმა ადამიანმა ასე შეიძლება არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად თავის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, რაღაცა კეთილდღეობაც შესწირა, იმიტომ რომ 20 წლის განმავლობაში პრინციპში ჩვენზე ზეწოლა ამიტომ ხორციელდება, რომ ჩვენ ვართ ერთმნიშვნელოვნად დასავლური ვექტორის საზოგადოება. აი აქ არის ძალა და ხა თუ წავალთ უფრო სიღმეში, ჩვენ და შევხედავთ იმ არსებულ ბერკეტებს, რაც დაუშვათ განხორციელდა უკრაინასთან მიმართებაში. ასეთი პოტენციალი ვაჭრობის ან ეკონომიკური ზეგავლენის თვალსაზრისით ჯერჯერობით რუსეთთან არ არსებობს. შესაბამისად სიმშვიდე იქნებოდა აბსოლუტურად არასწორი, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ პანიკაც იქნებოდა არაადეკვატური, იმიტომ რომ დღესდღეობით არანაირი ასეთი ზეგავლენის უშუალო იმას ჩვენ არ ხედავთ საბედნიეროდ. კარგი, დიდი მადლობა. ეხლა მინდა უკვე ისე პარლამენტის ახსენეთ და ცოტა შიდა საკითხებით მოვასწრო და დავუბრუნდეთ თქვენ ემზადებით პარლამენტში გამოსვლის და არ ვიცი, როდის წარსდგება პრეზიდენტი პირველი ანგარიში ჯერ არ დაზუსტებულია თუ არა უკვე 21-ში. მე ხო, რამდენადაც ვიცი 21-ში დათოსთან უსუფაშვილთან მამუშავებდი ამას 21-ში. და ძალიან მოკლედ უბრალოდ თუ შეგიძლიათ წინასწარ გითხრათ რა იქნება მთავარი აქცენტები თქვენს გამოსვლაში, რაზე აპირებთ აქცენტების გაკეთებას, მე ბუნებრივია მოისმენს ყველა ამ სიტყვას. ეს სრულიად მაცლით ნებისმიერ იმას აქვს შესაძლებლობას რომ ეფექტური იყოს. ხო, იმიტომ რომ აქ უნდა მოვყვე როგორი იქნება მოლაპარაკებები პუტინთან, აქ უნდა მოვყვე აქცენტები რაზე გაკეთდება ეს მითხარით. იქნება ძირითადი, ხა იცით რა, ნინო, მართალი ბრძანდები თქვენ, ეს არის გასაშლელი იქიდან გამომდინარე რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ანუ ის არ ხელმძღვანელობს მინისტრებს, არ ხელმძღვანელობს სამთავრობო პროექტებს. ხო, სხვა უფლებამოსილებით არიან. აღარ არის კანონდებელი, აქედან გამომდინარე ბუნებრივი აქცენტები გასაშლელია. ეს იქნება უფრო ღირებულებითი საკითხების ირგვლივ საუბარი იმ ძირითადი და სტრატეგიული ვექტორების ირგვლივ საუბარი, რომლის მიმართულებითაც უნდა განვითარდეს ჩვენი აზრით ეს ქვეყანა. აქ ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრებთ კონსტიტუციის შესახებაც, იმ განვლილი 1 წლის თაობაზე, როდესაც ჩვენ იმის მერაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და იმ ძირითადი ღირებულებითი აქცენტების თაობაზე, რომელიც მომავალში უნდა დაინერგოს. განსხვავებულია ფორმატი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აქამდე პრეზიდენტი იყო პასუხისმგებელი ბიუჯეტზე, მინისტრებზე და ეს აღარ არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა. დებატები შედის ამ ფორმატში, ახალ ფორმატში, ან თქვენი სიტყვის გამოსვლის მერე ეს პარლამენტი იმსჯელებს ამის თაობაზე, მაგრამ მე რამდენადაც წარმომიდგენია, იქ იქნება ოპოზიციის და უმრავლესობის გამოსვლა და მერე იქნება პასუხი. კარგი, თქვენ თქვით რომ თქვენ უფლებამოსილებაში ახალი პრეზიდენტის კონსტიტუციით აღარ შედის, თქვა მთავრობის კონტროლი და ის, მაგრამ მოიც ქვეყნის პირველი პირი ხართ, აკვირდებით ალბათ მთავრობის მუშაობასაც, მაინც მინდა გკითხოთ, აი კონკრეტული რა შენიშვნები შეიძლება გქონდეთ როგორც ქვეყნის ლიდერს, ან შეიძლება შექებას იმსახურებს ფიქრობთ რომ რაღაც მინისტრად თქვენი შეფასება როგორია ამ მინისტრთა კაბინეტის მუშაობის?
მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან მიმართებაშიც მე პრინციპში ცოტა თავშეკავება უნდა გამოვიჩინო შედარებით იმასთან, რაცაც ვაკეთებდი 9 წლის განმავლობაში, როცა ვიყავი საზოგადოების აქტიური წევრი და ჩემ პოზიციას ვაფიქსებდი. გამომდინარე იქედან, რომ ეს არ არის ჩემი პირდაპირი პასუხისგებლობა. პრეზიდენტი მაგრამ შეფასება ხომ შეგიძლიათ ეს თქვი კი ბატონო. როგორ შემიძლია ნინო, ისო შეფასება შემიძლია და პოზიციის დაფიქსირება ბოლო 15 წელიწადია იმედია დავამტკიცე ეს, მაგრამ შეფასება გითხრათ თქვენ. მაგრამ ესე ხო არ გამორო მე ვთქვა რომ იცით რა ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ როგორც მოქალაქე მარგველაშვილი და ნუ მიიღებთ ხელობაში დღეს ჩემი ფუნქციები არის ნათლად განსაზღვრული. ეს არის ბალანსი ხელისუფლებას შორის, ხოლო რაც შეეხება საზედამხედველო ფუნქციას, ანუ მინისტრების, ქმედების შეფასებას, ან დაუშვათ პრობლემებზე საუბარს, რეალურად კონსტიტუციურად ეს არის ბევრად უფრო მეტად დეპუტატების საქმე. როგორც არის ამჟამად კონსტიტუციაში პარლამენტი ერთის მხრივ კანონმდებელია, მეორეს მხრივ ზედამხედველობას ახორციელებს. რამდენადაც მე არ უნდა მინდოდეს ინსტინქტურად და ჩემი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, რომ ყველა საკითხზე გამოთქვა აზრი, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება არასწორი. შეიძლება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყოს, პიარულადაც მომგებიანი იყოს, ბევრი საკითხი ასე ვთქვა, თქვენს გაგიზიაროთ და თქვენთვისაც საინტერესო იყოს, მაგრამ მე უაღრესად ვცდილობ, რომ დავიცვა ის კონსტიტუციური ბალანსი, რაც ჩადებულია ამ კონსტიტუციაში. თორე მუდმივად ამაზე არის საუბარი, რატომ რატომ არ ვარ ასეთი აქტიური, რატომ არ ვარ ასეთი აქტიური, თუნდაც როგორიც ვიყავი, რატო არ მაქვს ჩემი შეხედულებები, ისე როგორც დაუშვათ სააკაშვილს ჰქონდა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რატო არ შევდივარ გლობალურ გეოპოლიტიკაში და გლობალურ საკითხებს რატომ არ განვიხილავ. იმიტომ რომ ვცდილობ, ასეთია ჩემი ვალდებულება ამ ეტაპზე. იმიტომ რომ ვცდილობ, რომ იმ კონსტიტუციის ფარგლებში ვიმუშაო, რომელიც ამ ხალხმა და ამ პარლამენტმა მიიღო. თუ მე არ ავცემ პატივს ამ კონსტიტუციას და თუ მე მექნება მუდმივად ჩემი რეპლიკები, ისე როგორც 10 წლის განმავლობაში მართლა ყველაფერზე ვაკეთებდი კომენტარს. მესმის. მაშინ მე მგონი მე დავარღვევ იმ ძირითაც რისკენაც მივდივართ ევროპული სახელმწიფოს მოდელს, სადაც პარლამენტსაც, აღმასრულებელსაც და პრეზიდენტსაც თავისი როლი გააჩნია. მესმის, თუმცა ამ ერთგვარ პასიურობაზე რომელიც საუბრობთ, არა, სხვა რამ გითხოთ, ისიც ითქვა, თქვა, ესეთი გავრცელდა, რომ შესაძლოა რამე დაძაბულობა იყოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. აი, არსებობს ესეთი თუ ეს მხოლოდ ამ კონსტიტუციით განსაზღვრულია, რასაც თქვენ საუბრობთ და მხოლოდ ეს არის მიზეზი. არა, დაძაბულობა არ არის ამისი პასუხი. არსებობს საკითხები, რომლის თაობაზე ანუ ასთა სხვადასხვაობები არსებობს საკითხები, ბუნებრივია. ასთა სხვადასხვაობა გარკვეულ საკითხებზე არსებობს. იგივე პრემიერსა და თქვენ შორის თქვათ. სხვადასხვა ადამიანებთან არსებობს სხვადასხვა შეხედულებები. მე მაქვს ჩემი შეხედულებები. მე წინა ეთერშიც განვაცხადე, რომ იყო საკითხები, რომლებზეც მე პოზიცია მქონდა უფრო განსხვავებული ვიდრე თუნდაც ერთდროულად პრემიერსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც, თუმცა ამ საკითხების ასე ღიად გამოტანა და განხილვა ჩემი აზრით არ არის სწორი, ანუ არ იქნება სწორი, მე არ იქნება მართებული, რომ მე დღეს ახლა დავიწყო ამ საკითხების განხილვა. თუ რაღაცა ჩემთვის არის პრინციპულად მიუღებელი, იმაზე უნდა პრინციპულად მიუღებელი თუ რამე არის, იმაზე უნდა დავაფიქსირო პოზიცია. დღეს პრინციპულად მიუღებელი. ასეთი რამე არ არის. თუმცა ასთა სხვადასხვაობა ბუნებრივად არსებობს. გასაგებია. კარგი დრო იწურება და მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო, მოქალაქე მარგველაშვილიო აღხსენეთ და მოქალაქე ივანიშვილზე მინდა გკითხოთ ამ ორგანიზაციაზე. ვიხილეთ ბიზნევენიშვილის პრესკონფერენცია, დაფუძნდა ეს ორგანიზაცია. თქვენი მინდა მოვისმინა, ასე ვთქვათ, პოზიცია მზად არის თუ არა პრეზიდენტი გაითვალისწინოს იგივე სამოქალაქო სექტორში გადასული, ვთქვათ, ყოფილი პრემიერის რჩევები და რა დონეზე მიმდინარეობს თქვენი კომუნიკაცია, ანუ გააქვთ ისევ ესეთი ხშირი კომუნიკაცია პრემიერთან? მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, არა მარტო პრეზიდენტმა, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელემ, რომელიც დაქირავებულია საზოგადოების მიერ და მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, დაქირავებული ადამიანი, იმიტომ რომ მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა ჩემს არჩევაში და შესაბამისად დაქირავებაში. მე ვალდებული ვარ, რომ საზოგადოების პოზიციას, რაიმე პოზიციასთან დაკავშირებით, რაიმე შეხედულებასთან, ან კრიტიკასთან დაკავშირებით, ან
აზრი გამოთქვა და დავაფიქსირო, ან ყოველ შემთხვევაში მივიღო ეს კრიტიკა. ეს არსებობს ბუნებრივია. და ბუნებრივია ესეც იქნება თუ ბიზნეს გაუჩნდება ჩემი კრიტიკის სურვილი, ეს იქნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბიზნეს უაღრესად ავტორიტეტული ადამიანია ჩვენ საზოგადოებაში და ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის და რეალურად შემოქმედია იმ პოლიტიკური ცვლილების, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მოხდა და ბუნებრივია მისი აზრი, კრიტიკა იქნება გასათვალისწინებელი. რაც სამოქალაქო სექტორში გადავიდა ყოფილი პრემიერი, მქონიათ შეხვედრა, ანუ მასთან გაქვთ კომუნიკაცია? არა, არ მქონია. უკვე აღარ. კარგი, და აი ამ პრესკონფერენციიდან ძალიან მოკლედ მინდა კიდე ერთი კითხოთ. იქ საუბარი იყო, ბიზნესმენშვილი საუბრობდა, რომ მისი ორგანიზაციის ერთ-ერთი, თქვა, თავი მმართველობა იქნება მედიასთან მუშაობა, მაგრამ ამავე კონტექსტში რუსთავიორშიც ვხედავთ და მაინც მინდა გკითხოთ, გააკეთა მან განცხადება, რომ უნიჭოები უწოდა ჩვენს ჟურნალისტს, ვინც იქ შეკითხვა დაასვა, უთხრა, რომ უნდა ცხენოდეს, რომ მარხზე მუშაობდა და ასე შემდეგ. ყველა მოისმინეს ციტატები, რომელიც ბუნებრივია ჩვენთვის საკმაოდ ისეთი მისაღები იყო. თქვენი პოზიცია მაინტერესებს მაშინ მიუღებელი. ესეთი მისაღები თქო, მიუღებელი, ბუნებრივია. მაშინ როდესაც მედიის განვითარებაზეა საუბარი და თქვათ ორგანიზაციის მთავარი ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს, რამდენად მისაღებად მიგაჩნიათ ასეთი ფორმით საუბარი ჟურნალისტებთან. თქვენს გიწევთ მუდამ მედიის წარმომადგენლებთან კონტაქტი. ნინო, ამ შემთხვევაშიც მე ხო არა ვარ. მედიას სკოლის ყოფილი რექტორი ხართ, ასე ვთქვათ. ხო, ერთ-ერთი იყო მედიას სკოლა. მე ხო არა ვარ. კიდევ ერთხელ თქვენ ცდილობთ რომ მუდმივად გადამიყვანოთ მოქალაქე მარგველაშვილის რეჟიმში. არა, რატო პრეზიდენტის შეფასება კი ბატონო, მედიაზე ჟურნალისტებსა და დამოკიდებულებაზე პრეზიდენტის შეფასება არის შემდეგი. თქვენს წინააღმდეგ რო ყოფილიყო გამოთქმული რაიმე პოზიცია სახელმწიფოს ძალაუფლების მქონე პირებისგან, ბუნებრივია ჩემი ვალდებულება იქნებოდა მედიის თავისუფლების დაცვა. მაგრამ მე არ შემიძლია რომ არა მაქვს უფლება, ისევე როგორც არა მაქვს უფლება დაგესხათ თქვენ თავს და შეურაცხყოფა მოგაყენოთ, ასევე არა მაქვს უფლება შევაფასო არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია. ხო, თუმცა პრემიერის როლშიც კეთდებოდა მსგავსი განცხადებები, მაგრამ კი ბატონო, მე უბრალოდ გეკითხები რომ მე მინდა გითხრათ რომ მე უნდა პატივი ვცე იმას რომ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო საზოგადოებაში აზრის გამოხატვის თავისუფლებას უნდა ვცე პატივი. მე არ მაქვს უფლება შევაფასო, კიდევ ერთხელ, მე არ მაქვს უფლება შევაფასო არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია. მე მაქვს უფლება ვიყო შეფასებული არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის მიერ. და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. ხო, და სხვა არასამთავრობო მე მაქვს ვალდებულება თქვენ როდესაც გამაკრიტიკებთ. მივიღო ეს კრიტიკა, რამდენადაც არ უნდა იყოს ის უსაფუძვლო და მე თქვენ გიმტკიცოთ რომ მე ვარ მართალი. მაგრამ მე არც თქვენი შეურაცხყოფის უფლება მაქვს და შეფასების არც მოქალაქის შეფასების უფლება არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ძალიან ავტორიტეტული არის ჩემი აზრით, თვითონ ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად მის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია სერიოზული ავტორიტეტი და გავლენა ექნება საზოგადოებაზეც და მთავრობაზეც. კარგი, და ბოლო კითხვა, ჩვენი დრო ამოიწურა, მაგრამ დღეს ჩემს მეორე ნაწილშიც მექნება მთავარი თემა და მთელი კვირა ვუყურებთ საკმაოდ ხმაურიან თვითმმართველობებში განხილვებს სამქალაქს მერი არ ყავს, ამიტომ მოკლედ თქვენი როგორც პრეზიდენტის შეფასება მინდა მოვისმინო თვითმმართველობებში მიმდინარე მოვლენებზე, ოპოზიცია არჩევნებს უკავშირებს და გარკვეულ ზეწოლად აღიქვამს ამ დაკავებებს, იგივე გამგებლის მოადგილეების, თქვენი შეფასება ელოდებით რომ შესაძლოა ფედერალურ მმართველობამდე მივიდეს თბილისი ერთი კენჭის ყრაღადარჩა ბიუჯეტის და საერთოდ როგორ განვითარებას ელოდებით მოვლენების. მე დეტალებში ვერ გავაანალიზებ ამ საკითხებს. მე მოდით უფრო ზოგადად შევაფასებ. პირველი, ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით თბილისთან მიმართებაში, მე ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი არ დაზარალდეს ჩვეულებრივი მოქალაქე. და მნიშვნელობა საგანგებოდ უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული ჩვეულებრივი მოქალაქის ინტერესებზე, ორივე მხრიდან ალბათ. მის კეთილდღეობაზე, მე პრინციპებზე ვლაპარაკობ. მის კეთილდღეობაზე და არ იქნას მათი ინტერესები, ყოველდღიური ყოფა ისედაც ბევრი თვალსაზრისით ძიმე, კიდევ უფრო არ დამძიმდეს ამ ბატალიების თვალსაზრისით. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ კომპრომისი ამ თვალსაზრისით მოსანახი. ეგ არის ერთი ღირებულება. ჩვეულებრივი მოქალაქე. მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს დემოკრატიის ღირებულება. ჩემი აზრით 2013 წლის არჩევნები, 2012 წლის არჩევნები, განსაკუთრებით 2013 წლის არჩევნები ძალიან დიდი 13 საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმმართველობა ეს არის ციკლის დასრულება, რასაც ქვია დემოკრატიის კონსოლიდაცია.
კიდევ ერთხელ არ დავიწყებ დეტალურად გაანალიზებას ყველა ქალაქში რა მოხდა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია რომ 2014 არ იყოს არანაირად ნაკლები 2013-ზე, არამედ იყოს თვისობრივად უკეთესი. ეს არის გარანტია ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის და ეს არის გარანტია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და დაცულობის. მაშინ როდესაც ჩვენ ევროპაში საუბრობთ იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, მაშინ იბადება მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ევროპაში უყურებენ, რომ ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ვატარებთ, მე არიან ის ადამიანები, ვინც ძალიან ხმამაღლა საუბრობს 11 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გადმოწევაზე, მავთულხლართებზე და სხვა თემებზე. ასე რომ ეს არის ერთმანეთთან კავშირში. ჩემი აზრით დემოკრატიის ღირებულება არანაირად არ უნდა იქნას ხელყოფილი. ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის გარანტი. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით სტუდიაში, იყავით ჩვენი სტუმარი და პასუხობდით პოზიციის კითხვებს. გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი იყო ჩვენი სტუმარი. რამდენიმე წუთიანი პაუზა და უკვე დებატები გიორგი გაბაშვილი და დავით ბერძენიშვილი და პირდაპირ ჩართვა მოსკოვიდან მიხეილ ხუბუტია, რომელიც გვეტყვის თუ რაზე ესაუბრა ის პუტინს საქართველოს შესახებ. ძალიან დიდი მადლობა. პუტინის შეთავაზება პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების საგანი უკვე გახდა. ოკუპანტს უნდა ესაუბრო როგორც ოკუპანტს. შესაძლებელია სულ არ ილაპარაკონ პოლიტიკაზე, ილაპარაკონ განიბრეგვაძეზე, ჩაიდალიონ. ეს არის მის წისქვილზე წყალის დასხმა. დეოკუპაცია, საოკუპაციო ხაზი, ჩვენ უნდა მივახციოთ რომელიღაც მიმართულებით გარღვევას. აქვს თუ არა ხელისუფლებას ერთიანი პოზიცია? ვინ უნდა შეხვდეს პუტინს, მარგველაშვილი თუ ღარიბაშვილი? შეხვედრა უნდა შედგეს არა მარტო პრეზიდენტთან, არამედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთანაც. ვიხილეთ რაღაცა სპრინტი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ლიდერებს შორის, ვინ უფრო ადრე შეხვდება პუტინს. ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი გუნდუროვის პრინციპიდან გამომდინარე. 7 თუ 8 წუთი ვიყავი და მოვილაპარაკეთ. რა უთხრა ვლადიმერ პუტინმა მიხეილ ხუბუტიას პირისპირ შეხვედრაზე? კულუარული მოლაპარაკებების დეტალები პირველად პოზიციის პირდაპირ ეთერში. მე ვუთხარ იმას, რომ ესე იგი ჩვენი პრემიერ-მინისტრი ძალიან გავთქვენს და თქვენი სანახასრიათის არის მეთქი. ხო და ძალიან გაუხარდა. პირდაპირი ჩართვით ქართული დიასპორის ხელმძღვანელი რუსეთში მიხეილ ხუბუტია. დებატებით დავით ბერძენიშვილი და გიორგი გაბაშვილი. კვირის მთავარი თემა და მთავარი სტუმრები პარასკევს, მხოლოდ პოზიციაში. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და ახლა პირდაპირი ჩართვა მოსკოვიდან ქართული დიასპორის ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია უპასუხებს ჩვენს კითხვებს. საღამოშვიდობის საბატონო მიხეილ, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით მონაწილეობაზე. მოგესალმებით და პირველ რიგში ვიდრე გკითხავდეთ სოჩში რაზე ისაუბრეთ თქვენ და ვლადიმერ პუტინმა, რუსთავისთვის ცნობილი გახდა რომ თქვენ რუსეთის პრეზიდენტთან სამშაბათს დაინიშნა ესეთი შეხვედრა საქართველოს თემაზე. თუ შეგიძლია დაგვიდასტუროთ ეს ინფორმაცია და თუ ეს ასეა, რა თემის განხილვა არის დაგეგმილი? პირველ რიგში მეც მოგესალმებით მოსკოვიდან და გილოცავ დღევანდელ დღესასწაულს. ასევე უსურვებ მთელ საქართველოს, რომ ქართველებმა ძალიან შეიყვარონ ერთმანეთი და უფრო ნაკლებად ვაკრიტიკოთ ერთმანეთი. რაც შეეხება სამშაბათს, მე თქვენი კითხვა ვეღარ გავიგე, აქ ცოტა ხმაურია და გაიმეორეთ. ანუ ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ თითქოს სამშაბათს დაინიშნა თქვენსა და ვლადიმერ პუტინის შორის შეხვედრა საქართველოს თემაზე. გვიდასტურებთ ამ ინფორმაციას? არა, მე ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. კარგით, მაშინ რაც შეეხება სოჩში შეხვედრას, იმიტომ რომ ჩვენ თითქოს მედი გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ უნდა შეხვედროდით. თქვენ თქვით, რომ 7-8 წუთი თუ არ ვცდები, გქონდათ საშუალება გასაუბრებოდით რუსეთის პრეზიდენტ სოჩში საქართველოს თემაზე. რაზე ისაუბრეთ და რა თემების განხილვა შედგა თქვენსა და რუსეთის პირველ პირს შორის საქართველოსთან მიმართებაში? ну რა თქმა უნდა მას ძალიან აინტერესებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და დამისვა შეკითხვები, რაზეც მე უპასუხე ის რეალობა, რაც არის საქართველოში. და ესევე ავუხსენი იმის შესახებ, რომ რაც შეიძლება ჩქარა უნდა მოხდეს შეხვედრა. ვუსურვებ ესე იგი ურჩიე, რომ შეხვდეს ამ პრეზიდენტს, ამ პრემიერ-მინისტრს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, თანაც უთხარი, რომ ხასიათით ცოტას თქვენ გავთ ესეთი ახალგაზრდა სერიოზული პოლიტიკოსია მეთქი.
ბატონო მიხეილ, თქვენ თქვით რომ მან შეკითხვები დაგისვა და თქვენ უთხარით რეალობა და როგორია თქვენი ხედვა ამ რეალობის მიმართ და რა იყო ის კონკრეტული შეკითხვები, რაც თქვათ რუსეთის ლიდერის მხრიდან დაისვა. იმიტომ რომ რეალობას აქ საუბრობენ იმაზე რომ უნდა იყოს საუბრები თქვათ დეოკუპაციაზე, დევნილების დაბრუნებაზე, იყო ამ საკითხებზე საუბარი, იქ ამ მართულხარდების პრობლემაზე და ასე შემდეგ, უამრავი პრობლემაა ორ ქვეყანას შორის. იცით რა ჩვენ ბევრი ერთხელ ამ მქონია მე ხშირად მაქვს ხოლმე ხშირად როგორ ხვდები ხოლმე ზოგჯერ და გვაქვს საუბარი მაგრამ ყველაფრის თქმა მე აღარ შემიძლია რა თქმა უნდა მაგრამ უნდა ისაუბრონ პოლიტიკოსებმა პირველ რიგში რა თქმა უნდა და ეს არის მათი გადასაწყვეტი ამიტომ მე ძალიან მინდა რომ ჩვენი პირველი პირები ან პრემიერ-მინისტრი ან ჩვენი ბატონი პრეზიდენტი შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და მოილაპარაკონ. მე მგონი გადაწყდება ეხლა პირველ შეხვედრაზე რა თქმა უნდა არ გადაწყდება არაფერი არც დეოკუპაცია არც მავთულ ხლართებთან დაკავშირებული არაფერი მაგრამ მინდა რომ კონტაქტი შედგეს იმიტომ რომ ეს არის აუცილებლად საჭირო. სად ფიქრობთ რომ შესაძლოა გაიმართოს ეს შეხვედრა თქვენი აზრით თუ იყო ეს საკითხი დასმული და ბოლო კითხვა თუ გაქვთ კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებიდან ვინმესთან ამ თემაზე თუ ჯერ მხოლოდ თქვენ და რუსეთის ლიდერს შორის შედგა ეს საუბარი და არ ვიცი აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას ამ თემების ანუ თქვენ ერთგვარ შუამავლობას აპირებთ ამ შეხვედრისა არა მე არაფერს არ ვაპირებ მაგრამ მე მინდა ხელი შეუწყო რა თქმა უნდა შეხვედრას კომუნიკაციების სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებასთან არ მაქვს რუსეთის ხელისუფლებასთან მაქვს კომუნიკაციები როგორც მოგეხსენებათ რუსეთში ცხოვრობს თითქმის მილიონი ქართველი ჩვენ ძალიან გვინდა რომ აი დავპატიჟოთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი თუ იქნება მართველი ძალა თუ იქნება პრემიერ-მინისტრი ეს იქნება ძალიან კარგი რომ მანაც გაიგოს რა ტკივილები გვაქვს ქართულ დიასპორას რა გვაწუხებს მათ შორის ტოლუილებს ქართული დიასპორის ასე ვთქვათ ტკივილებში შედის ეს ტერიტორიული მთლიანობა ბატონო მიხეილ ამაზე გაქვთ ხოლმე საუბარი ვლადიმერ პუტინთან იგივე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი ქვეყნის და ასე შემდეგ მე კიდე ერთხელ გიმეორებთ რაც მე საუბარი მაქვს ეს ჩვენში რჩება მაგრამ პოლიტიკოსებმა უნდა ისაუბრონ ამაზე პირველ რიგში ჩვენ თავს უნდა დავუსვათ ჩვენ შეკითხვა ჩვენ ვართ მზად იმისათვის რომ ეს საკითხი პირველ რიგში წამოვწიოთ ჩვენ მზად ვართ აფხაზებთან და ოსებთან ვისაუბროთ ამაზე იმიტომ რომ მე აფხაზეთთან მაქვს საუბარი აფხაზებთან უпростоრედ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან მათ ჯერჯერობით მოსმენაც არ უნდათ ამაზე ამიტომ ზუსტად ამიტომ არის ეს კომუნიკაციები დასაწყები და რაც შეიძლება მოხდება შეხვედრა მით უკეთესი იქნება. გასაგებია. ყველაზე ბატონო დიდი მადლობა ბატონო მიხეილ გასაგებია ანუ ვლადიმერ პუტინის მხრიდან არის მზაობა შეხვედრის თქვენ ამას ამბობთ და უკვე რას ფიქრობს ქართული მხარე და რა პოზიცია აქვს თბილისში ამაზე ჩვენ უკვე სტუდიაში განვაგრძობთ საუბარს დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა მოსკოვიდან პირდაპირ ეთერში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია გვერდთობოდა და გადმოვინაცვლებ სტუდიაში და წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს დავით ბერძენიშვილი და გიორგი გაბაშვილი მართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან დავიწყებთ მაინც მართველი გუნდიდან რა მოდი ოპოზიციიდან დავიწყოთ იმიტომ პრეზიდენტის პოზიცია მოვისმინეთ უნდა გაიმართოს თუ არა საერთოდ იმიტომ რომ ბევრად უფრო ისეთი კაცრი იყო თქვა ოპოზიციის შეფასებები და სკეპტიკური ამ შეხვედრის მიმართ ფიქრობ თუ არა თავიდანვე რომ თუ შედგა ესეთი შეხვედრა მოკლედ ყველა შემთხვევაში იქნება უშედეგო უნდა შედგეს თუ არა ესეთი შეხვედრა თუ არა საერთოდ საერთაშორისო ცხოვრება სავსეა ასეთი შემთხვევებით რომ ქვეყნის ხელმძღვანელი შეხვდეს თუნდაც მტრული ქვეყნის ხელმძღვანელს მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს შეხვედრისთვის ეს უნდა იყოს შეხვედრა იმ თემაზე რომელიც არის პირველხარისხოვანი იმ თემაზე რა თემაზეც უნდა ესაუბროს საქართველოს ხელისუფალი რუსეთის ხელისუფალს აქ არ არის ლაპარაკი წინაპირობებზე წინაპირობების წაყენებაზე შეხვედრის წინ შეიძლება შეხვედრა შედგეს წინაპირობების გარეშე აქ არის საუბარი თემაზე რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფალი არ უნდა შეხვდეს რუსეთის ხელისუფალს თუ საუბრის თემა არ არის უპირველესი დეოკუპაცია ქვეყნის საერთაშორისო მექანიზმები უსაფრთხოების იმისათვის რომ სიტუაცია დარეგულირდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში ეს უნდა იყოს თემა საქართველოს მხრიდან დაყენებული პირველ რიგში რუსეთის წინაშე და სხვა თემებზე საუბარი თუ არა ამ თემაზე
არის აბსოლუტურად გაუგებარი, ეს ამ შემთხვევაში იქნება პირიქით სასარგებლო რუსეთისთვის, რომ მან წარმოაჩინოს საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ჩვეულებრივი ურთიერთობა არის საქართველოსთან business as usual, როგორც უწოდებენ, იმის გარეშე, რომ ეს თავარი საკითხი იქნა განხილული. შესაბამისად, რადიკალური არ ამგონია ჩვენი პოზიცია იყოს, ალბათ ყველა პოლიტიკოსის პოზიცია, ყველა ქვეყანაში, რომლის ტერიტორია ოკუპირებულია. ანალოგიური განცხადებები კეთდება, ანუ ამის ბზაობას ხედავთ ხელისუფლების მხრიდან თუ მე ვერ ხედავ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მე არც წარმომიდგენია, რომ სხვა რამეზე თქო უნდოდეთ ლაპარაკი. კი არსებობს ერთი ფორმატი, თქვა კარასინი აბაშიძე, სადაც ჟენევის ფორმატის პარალელურად შეიქმნა, რომელსაც აქვს ასე თქვა დანიშნულება, როგორც საქართველოს ხელისუფლება ხსნის, რომ ყოფით საკითხებზე ისაუბროს, იქ ავიამიმოსვლაზე, თქვა პროდუქტების შეტანაზე და ასე შემდეგ ეკონომიკურ მხარეზე, მაგრამ თუ ჩვენ დაუშვებთ იმას, რომ არის შეხვედრა ქვეყნის ხელისუფალს პირველ პირს შორის და რუსეთის პირველ პირს შორის, სხვანაირად არც წარმომიდგენია თუ რაზე უნდა იყოს იქ ლაპარაკი, თუ არა და საქართველოს დეოკუპაციის საკითხს. ეხლა პუტინი მზად არის თუ არა ამაზე ისაუბროს, ამაზე რა თქმა უნდა მე ჩემი წარმოდგენა მაქვს, იმიტომ რომ მოსმენილი მაქვს ჩემი ყურით, რომ ისინი არ უშვებენ ამ საკითხზე საუბარს, ეს განაცხადა პუტინმაც, ეს განაცხადა ძალიან გარკვევით მედვედევმაც და თქვენ კარგად გაიხსენეთ, როცა ეს მედვედევმა თქვა, ამას აცხადებს ლავროვიც, ისინი საუბრობენ, რომ არსებობს რაღაც ერთგვარი ახალი რეალობა და ეს ახალი რეალობა არის 5 ქვეყანა ამიერკავკასიაში და არა 3 და აი ამ ახალი რეალობის კონტექსტში მზად არიან ილაპარაკონ სხვადასხვა ასე ვთქვათ ურთიერთობის მოდელებზე. ეს რა თქმა უნდა, ეს საუბარი ჩვენთვის არათუ არაფრის მომცემი არ იქნება, იქნება დამაზიანებელი და ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთ-ერთი ფორმატია დარჩენილი, ეს არის ჟენევის ფორმატი, სადაც მეგობრების თანდასწრებით საუბრობთ რუსეთზე და ერთადერთი საშუალება არის პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე იმისათვის, რომ მას ესმოდეს, რომ რაღაც მომენტში მას მოუწევს ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა იმისათვის, რომ ის აგრძელებს ოკუპაციას. ხო, თუმცა ჟენევის ფორმატის ამაზე შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი, რატო ვფიქრობ მე, რომ ეს ზარალდება და რატო ვფიქრობ მე, რომ საქართველოს პოზიციები ერთი წლის განმავლობაში ამ მხრივ შესუსტდა და ერთის მხრივ ეს დეკლარირებული მიზანიც იყო ქართული ოცნება ამბობდა, რომ მისი მიზანია, რომ საქართველოს საკითხი აღარ იყოს დავისაგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის და სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს საკითხის დაბლა ჩამოწევა ხდება. ბოლოს შემთხვევა, რომელიც მე მახსენდება, იყო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი მიუნხენის შარშანდელ კონფერენციაზე, რომელმაც დატოვა სალაპარაკო დღის წესრიგში სასაუბროში საქართველოს საკითხი. ამის მერე, იმიტომ რომ თვითონ საქართველოს დაიჭირა ასეთი პოზიცია, რომ რუსეთმა ნაკლები დარტყმა მიიღოს, რომ ნაკლებად გაღიზიანდეს, ასე ხსნის ხელისუფლება, რომ რუსეთი ნაკლებად გაღიზიანდება თუ საერთაშორისო ასპარეზზე ნაკლებ დარტყმას მიიღებს, მე ეს არასწორი მგონია, მაგრამ ასეთია გაცხადებული სტრატეგია, რომ არ გავაღიზიანოთ, ნაკლები დარტყმა მიიღოს, საერთაშორისო კომფორტი მიიღოს უფრო მეტი და დისკომფორტი არ მიიღოს და ეს მოგცემს ჩვენ რაღაცა ბენეფიტს აი ესეთი ტიპის პირდაპირ შეხვედრაზე ოდესმე. მე არ მჯერა ამ გზის. ოკუპაციის გზაზე. არ მჯერა ამ გზის და ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად განწირული გზა, იმიტომ რომ არაფერ შუაში არ არის. პირადი მონაცემები მარგველაშვილის, პირადი მონაცემები ღარიბაშვილის. ამაზეც მინდა საუბარი, როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა შეხვდეს? შეხვდეს? გეოპოლიტიკაზე, სადაც რუსეთს თავის ამოცანები და თავის გზა განსაზღვრული აქვს და მის მიზნებში არ შედის, რომ ის ერთჩვენიერ დღეს დარწმუნდეს, რომ საქართველოს როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც განვითარებული მეზობელი და როგორც ერთ-ერთი მონაწილე ეგრეთ წოდებული საგარეო პოლიტიკური პლურალიზმის, სადაც ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველა ქვეყანა თვითონ ირჩევს თავის გზას. რუსეთს ეს არ უნდა, ეს ღიად დეკლარირებული ამოცანა აქვს, მას აქვს გამოქვეყნებული საგარეო პოლიტიკური დოქტრინა და ის ამას, რაც საქართველოს უნდა აფასებს როგორც ოფიციალურად აფასებს როგორც საფრთხეს. მაგრამ მაინც არსებობს თუ არა რაღაცა უკრაინას როგორც საქართველოს კონდეს დამოუკიდებლობა საგარეო პოლიტიკაში, ამას რუსეთი აფასებს როგორც საფრთხეს და ასეთ ვითარებაში ნაკლები გაღიზიანება რუსეთისა მე მგონია არაფრის მომცემი ამოცანა და პირიქით დამაზიანებელი რამ საქართველოს. კარგი, მოვისმინოთ მართველი გუნდის პოზიციას და გავაგრძელოთ ბატონო დათო. პრეზიდენტმაც თქვა აქ სტუდიაში, რომ აი იმ მზაობაზე, რაზეც ახლა ვთქვათ ოპოზიციის წარმომადგენელიც საუბრობს, მისი აღქმა იყო, რომ თითქოს ეს გზავნილი მიიღო რუსეთმა, იმიტომ რომ მერე მოყვა კარასინის განცხადება, ვთქვათ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ძალიან სერიოზულ საკითხებზე თუ იქნება და პრობლემებზე საუბარი, ამ შეხვედრას აზრი აქვს. აღიქონთ თქვენც ესე, ანუ ფიქრობთ, რომ რაღაც ბზაობა რუსეთის მხრიდან არსებობს ამ თემებზე საუბრის დაწყების. თუ რა იყო ეს პუტინის, ასე ვთქვათ, შეთავაზება, როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით. ჩვენ 2013 წელი ძალიან რთულ გარემოში ძალიან კარგად გავიარეთ ამ თვალსაჩინოდ ჩვენ დეკლარირებული ქონდა
2 წელიწადნახევრის წინ, როგორც კი შეიქმნა პოლიტიკური ალტერნატივა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს არჩევანი არის ევროპული და ევროატლანტიკური, რუსეთთან მეცადოთ დავალაგოთ ურთიერთობები. სრულიად ნათელი იყო არჩევანი არის ევროპული, ევროატლანტიკური, ამას ხელი რომ ვერ შეუშალოს ან შევამციროთ ხელშეშლა, მეცადოთ დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან. ამას ჩვენ ვახერხებთ, ჩვენ 2013 წელს ძალიან კარგად გავიარეთ მთლიანად ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულების ეს ეტაპები, პარაფირება ვილნიუსში მოხდა, 3 სექტემბერს ჩამოგჭა ჩვენ სომხეთი. ფეხდაფეხ მოყვებოდა. ნოემბერში წელს მოლდოვაში არჩევნებია. დღეს რომ არჩევნები გაიმართოს, დაახლოებით თანაფარდობა ლიბერალურ კოალიციასა, რომელიც დღეს მმართველობაშია და კომუნისტებს შორის ყოფილ პრეზიდენტ ვორონინის ხელმძღვანელობით. და იმედი მაქვს, რომ მანამდე მოესწრება მოლდოვასთანაც ხელმოწერა. ჩვენ ეს პრობლემები არ აგვაქვს. საქართველოში ამაზე ილაპარაკა პრეზიდენტმა თქვენს ეთერში, არის სრული პოლიტიკური კონსენსუსი ქართულ პოლიტიკურ ძალებში, პარლამენტში და ჩვენს საზოგადოებაში არის მზაობა, ერთიანობა ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპული არჩევანი, ევროატლანტიკური. რა შეეხება რუსეთის მზაობას? მათი მხრიდან თუ ჩანს მზაობა მთავარ პრობლემებზე საუბრის. მე არ ვაუბრალოებ რუსეთის შესაძლო ხელშეშლის ბერკეტებს, მაგრამ ის მაინც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, რომლებმაც ჩვენთან ერთად დააპირა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისაკენ სვლა. ჩვენი ძალა ამ თვალსაზრისით მეტია. მეორეც, მე ყოველთვის ვამბობდი, აი ახლა კრიტიკულ ვითარებაში უკრაინაში მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში დასავლური არჩევანი, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს, მაგრამ არის შეფერხებები. უკრაინაში წყდება უკრაინელი ხალხის ბედი. საქართველოს ბედი წყდება საქართველოში. საქართველოს ბედი მე ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდი ნებისმიერ თეზის წელს, შარშან 20 წლის წინ, 30 წლის წინ, რომ საქართველოს ბედი სადმე სხვაგან წყდება. უბრალოდ არის ხელშემწყობი საგარეო ფაქტორები და ხელშემშლელი საგარეო ფაქტორები. ევროპული და ამერიკული ფაქტორი არის ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე ხელშემშლელი რუსული ფაქტორი. ოლიმპიადის მერე ამ ფორმით იქნება თუ იმ ფორმით იქნება. ეს შეხვედრა. რაიმე ტიპის საფრთხეების გაჩენა, რაღაცა მავთუხლართების პოლიტიკის გააქტიურება თუ რაიმე სხვა ფორმით. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ არჩევანი გაკეთებული გვაქვს და კარგად მივყვებით ამას. ეხლა რა შეეხება შეხვედრას? უშუალოდ შეხვედრა შესაძლებლობა გაჩნდა ამ შესაძლოა, რა თქმა უნდა. როგორც ქართული მხრიდან, ისე რუსული მხრიდან ხელისუფალთა დონეზე მინიშნებები გაკეთდა და ეს არის ხო მოულოდნელი ერთჯერადი განცხადება, ილაპარაკა ამაზე პრეზიდენტმა, იყო ეს მინიშნებები, რომ შესაძლებლობა ამ შეხვედრის შეიძლება იყოს და დღეს გვაქვს ვითარება, როცა ორივე მხარე ადასტურებს ამის შესაძლებლობას. ჯერ არაფერი გადაწყვეტილი, ხო, და არაფერი გადაწყვეტილი არ არის. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ამ დარჩენილ პერიოდში, ვთქვათ, აგვისტომდე სავარაუდოდ შეიძლება ვთქვათ, აგვისტოზე არის უფრო ლაპარაკი და არა იქეთ, ამდე სექტემბერზე იყო ლაპარაკი. აი ამ პერიოდში, რაც უფრო მეტი ბერკეტი გაჩნდება რუსეთის ნეგატიური ფაქტორის შემამცირებელი, არის ეს სტრატეგიული თვალსაზრისით უკეთესი და მათ შორის ეს შეხვედრა თუ შედგება, ის გარკვეულ დროს მოგვაგებიებს რაღაცა თუნდაც მცირე იმედებს გააჩენს, საფრთხეს შეგვიმცირებს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. ამიტომ ეს ერთიან კონტექსტში განიხილება. ჩვენ რა თქმა უნდა არ ველოდებით იმას, რომ რუსეთის მხარე, რუსეთის ხელისუფალი იტყვის, რომ ჩვენ ახლა შეიძლება რაიმე ფორმით გადავხედოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. მეორე მხრივ, რუსეთის მხარე რა თქმა უნდა არ ელოდება იმას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფალი დაუშვებს
საკითხზე რაიმე ცვლილებებს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრული, ეს არის ევროპული პოზიცია, ეს არის ევროკავშირის პოზიცია, ამერიკის შეერთებული შტატების ეს მოცემულობა, მაგრამ საჭიროება იმისა, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ შეხვედრის შესაძლებლობებზე, არის რაც შეეხება კარასინი აბაშის ფორმატი. წარმატებულია ჩვენთვის ეს ფორმატი და კარგია. ეს პროდუქციის შესვლა, ასობით მილიონის პროდუქცია შესული, ეს ავიამიმოსვლა, ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე, თუ ჩვენი თანამემამულე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, კარგია პირდაპირ რეისი თუ ჩამოვა საქართველოში და გაფრინდება საქართველოს და რუსეთთან. ეს ხელშემწყობი არის. ჩვენ უყურებთ რუსეთთან ურთიერთობებს აი ამ უახლოესი თვეების განმავლობაში, რომ შევამციროთ მათგან საფრთხე ჩვენი სტრატეგიული არჩევნის უზრუნველყოფისთვის. კარგი, ძალიან ბევრი წელია ესეთი შეხვედრა არ შემდგარა თუ შედგა. აქვს თუ არა მნიშვნელობა ვინ შეხვდება, ამაზეც კეთდებოდა განცხადებები, თქვენი პოზიციაც მინდა მოვისმინოთ და რა თქმა უნდა თქვენი მინდა რომ მე თქვენი გუნდის წევრი ამბობდა რომ გუნდურად გადავწყვიტავთო. უნდა შეხვდეს პრეზიდენტი თუ პრემიერი? სანამ უშუალოდ ამ საკითხზე გადავალ მცირე დამატება, მე აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ რუსეთს ბევრად ნაკლები ბერკეტი აქვს საქართველოს შემთხვევაში, ვიდრე უკრაინის შემთხვევაში და წლების განმავლობაში, აი ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ბერკეტები ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. 2007 წელს პრაქტიკულად ნულამდე დავიდა შესაძლებლობა რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული ბერკეტებით საქართველოს დაშანტაჟებისა. ეკონომიკური ბერკეტებიც მინიმიზებულია რუსეთის მხრიდან საქართველოს დაშანტაჟებისა, სერიოზულ საფრთხესაც თქვა რუსეთის მხრიდან საქართველოს ეკონომიკურ ზრდას იციან რომ ვერ შეუქმნიან. დარჩენილი არის ძალიან უხეში გზები, ანუ ეგრეთ წოდებული soft power, რბილი ძალის რესურსები თითქმის ამოწყურულია. თუ არა ისევ შეტრიალება ამ ერთი წლის განმავლობაში დაშვებული რუსეთის მხრიდან რუსეთმა ცალმხრივად თქვათ შეწყვიტა ჩვენი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაშვება, შემდგომ დაუშვა და ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთოს ისევ შეწყვიტოს, მაგრამ ესეც არ იქნება ასე ვთქვათ დამანგრეველი საქართველოსთვის, ასე რომ ესმით რომ ბევრად ნაკლები ბერკეტი აქვს საქართველოს წინააღმდეგ და ეს წლების განმავლობაში ძალიან დიდი შრომით არის მიღწეული, რომ ეს ბერკეტები არის საქართველოს მიმართებაში მინიმიზირებული. ეს ერთი, მეორე ვიტყვი რომ უკრაინასთან დაკავშირებით იმაშიც დაგეთანხმებით რომ საქართველოს ბედი საქართველოში წყდება, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა, ცუდი რაღაცები არ ხდება სწრაფად და საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად არ გამოვა და არ იტყვის და ვერ იტყვის, იმიტომ რომ აქაც ორმხრივი თუ მრავალმხრივი პარტიული და ზეპარტიული საზოგადო კონსენსუსი გვაქვს, რომ ჩვენი გზა არის დასავლეთი, მაგრამ ცუდი რაღაცები ხდება ნელ-ნელა, ვთქვათ, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის მიუნხენის კონფერენციაზე და ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირმა და რუსეთმა უნდა მოილაპარაკოს, ის ფაქტიურად ადასტურებს რუსულ ვერსიას სამყაროს მოწყობისა, რომ რუსეთს აქვს უფლება სხვა ქვეყნის გეოპოლიტიკურ არჩევანზე აწარმოოს მოლაპარაკება ევროკავშირთან. ეს არის თავისთავად ის, რის გამოც რუსები ოპტიმისტურად არიან, ზე ოპტიმისტურად განწყობილები, იმიტომ რომ თვლიან, რომ ეს სიღრმისეული პოლიტიკური მესიჯია, მე ამას უფრო არ ვიცი. უფრო გამოუცდელობას მივაწერდი, ანუ უბრალოდ უცოდინარობას კონტექსტისას, როცა პრემიერ-მინისტრი გამოდის მიუნხენის კონფერენციაზე, მე არ მგონია ბატონი დავითი გამოსულიყო საერთაშორისო კონფერენციაზე და ეთქვა, რომ რუსეთმა და ევროკავშირმა უნდა მოილაპარაკონ უკრაინის გამო. ეს არის აღიარება გავლენის სფეროების კონცეფციისა, რაც არის დაუშვებელი, ასეთი რამ მან არ უნდა გააკეთოს, ასევე ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა მიუნხენში გამოსვლისას, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ საგარეო პოლიტიკური დეკლარირებული კურსი დასავლეთისკენ არის იმდენად ასე ვთქვათ მკაფიო, რომ აქ რაღაცა ესეთი ძროები არის. კარგი, მოდი ბატონი დავითს პოსტი ამაზე მოვისმინოთ და გავაგზავნოთ. უნდა შეხვდეს პრეზიდენტი თუ უნდა შეხვდეს პრემიერ-მინისტრი, ხო? ხო, არა, მე არ მგონი აქ ცოტა რაღაც არაჯანსაღ დავას ვხედავთ ამასთან დაკავშირებით. ვისი შეხვედრას დაანონსებულია, ის შეხვდეს, ალბათ იმედია საქართველოს გზავნილის წამღები და რუსეთის გზავნილის სწორედ მომყოლი ქვეყანაში ერთიც არის და მეორეც, როგორც ჩამოყალიბდებიან, ასე ვთქვათ, საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი და ლოგიკური იქნება, რომ პრეზიდენტი შეხვდეს და ეს საუბარი გამართულ. ნუ თუ პრემიერ-მინისტრს აქვს ასევე სურვილი, რომ შეხვდეს პუტინს, ჩვენი პოზიცია მხოლოდ ერთი არის, რომ შეხვედრა, იმიტომ რომ რუსეთს კიდევ უფრო შეუმსუბუქდეს საერთაშორისო ზეწოლა და რუსეთს მიეცეს საშუალება უთხრას დასავლელ, ასე ვთქვათ, მათთვისაც კონტრაჰენტებს, ასე ვთქვათ, ხო, ვისაც ესაუბრებიან, რომ აი ჩვენ ხვდებით საქართველოს,
მხოლოდ ამისთვის არა. როგორც ერთს, ასევე მეორეს უნდა ვალდებულება გქონდესო საქართველოს კაფეო გზავნილი წაიღოს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალობა იქნება ის, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს და არა ის რეალობა, რომელსაც აღიარებს მხოლოდ რუსეთი. კარგით. ვინ უნდა შეხვდეს? ეს არის გადამწყვეტი ან მნიშვნელოვანი მართველი გუნდისთვის, ბატონო დათემდრო, დაისვა ესეთი საკითხი. ადგას ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ სურვილი შემთხვევაში მზად არის შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტმა ნახევარი საათის წინ თქვენს ეთერში ილაპარაკა მის შესაძლო შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტთან. ხუბუტია, როგორც შევატყვე, გულშემატკივრობს პრემიერის შეხვედრას. ხო, რეგიო ვიცე-პრემიერმაც გააკეთა განცხადება, იმიტომ კახი კალაძემ რომ შესაძლოა შეხვდეს პრემიერიც და პრეზიდენტიც. საგეგმები ექნება ხუბუტიას პრაქტიკოსი კაცია. ამიტომ ეს არ განიხილება დღეს ეს საკითხი, დღეს ჯერ არ დგას ეს რიგში შეხვედრა, საერთოდ როგორ იქნება, რა ფორმატის იქნება, რა თემებზე იქნება ლაპარაკი. ამიტომ ეს არ არის თემა. დაანონსებული ეს არის ჩვენთვის თუ მისაღები იქნება შეხვედრა შეიძლება იყოს ამ ფორმატში, შეიძლება იყოს იმ ფორმატშიც ეს რაიმე და ფიქრობთ რომ აქვს თუ არა მშობა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე უნდა შედგეს თუ შემდეგ შესაძლოა ამ კონტექსტშიც იყოს გადამწყვეტი არ ვიცი რა არა გადამწყვეტი არ იქნება არც შეხვედრა და არც შეხვედრის გადადება შედგება ვერ შედგება სხვა მაგრამ თუ ასოცირების ხელშეკრულების პროცესში ჩვენ დავრჩით ლიდერი ქვეყანა მექსეულიდან დღეს იმიტომ რომ ბელორუსი თავიდანვე გამოირიცხა აზერბაიჯანი ისეთ უფრო ზომიერ პოზიციაზე იყო სომხეთი აგერ ჩამოგჩა 3 სექტემბერს უკრაინაში ეს ამბებია შიდა პოლიტიკური კონსენსუსი და საზოგადოებრივი კონსენსუსი არ არის თუმცა ვიმეორებ დარწმუნებული ვარ რომ ეს შეფერხება გადალახული იქნება მოლდოვაც მოასწრებს ჩვენთან ერთად თუმცა მას რჩება პოლიტიკური საზოგადოებრივი ძლავრი არ ვიტყვი ანტიევროპული მაგრამ არაევროპული რაღაცა ხედვებიც და რუსეთის ბერკეტები საკმაოდ დიდია ბევრი თვალსაჩინო ამიტომ ლიდერი ქვეყანა ვარ ჩვენ ევროს კავშირში ანუ თქვენ რისკებს ვერ ხედავთ რომ იგივე მოხდეს რაც უკრაინაში თქვა და პრეზიდენტი საუბრობდა სინდკიცის გარანტიაზე რომ ხელმოწერა ვერ შედგეს ამას გულისხმობ იმ ტიპის რისკები რომ უკრაინაში მიმდინარეობს ბოლო 2 ათეული წელიწადია ამ ქვეყნის ერთიანად ჩამოყალიბების პროცესი რომელიც წარმატებულად მაგრამ დიდი რაღაცა პრობლემების თანხლებით მიმდინარეობს რომ დასავლეთი აღმოსავლეთი უკრაინა ბევრი ფაქტორი არის იქ და უკრაინული პოლიტიკური ელიტა ფორმის თუ ინფორმის აქ არ არის მხოლოდ პოლიტიკური ორიენტირება ვინ დასავლეთისკენ ვინ რუსეთისკენ იქ არის პოლიტიკური კლასი რომელთანაც სპეციფიკური ურთიერთობები აქვს რუსეთთან ბიზნეს პოლიტიკური ურთიერთობები და ასე შემდეგ ბევრი პრობლემა არის იქა პოლიტიკური კორუფციის პრობლემა არის საქართველოში ამის საფუძველი არ აქვს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ახლა ვთქვათ რომ არიქა რუსეთი ვერაფერს ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ჩვენ ვართ რეგიონში ეს ძალიან წარმატებული ვიზიტი ქონდა პრეზიდენტს აზერბაიჯანში ეკნება ამ თვის ბოლოს ვიზიტი მას სომხეთში ჩვენ მუდმივი კონტაქტები გვაქვს ყველა ხელისუფლება ამას აკეთებდა რომ საქართველოს ყოველთვის ახერხებდა რომ ორივე მეზობელთან სამხრეთ კავკასიაში ქონოდა კარგი ურთიერთობა ეხლაც იქნება ვიზიტი სომხეთში ეს სწორია კარგია მაგრამ სომხეთ აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაძაბულობის ესკალაცია არ შედის არანაირად არასოდეს საქართველოს ინტერესებში განსაკუთრებით ეხლა არ შედის ჩვენს ინტერესებში და თუ იმას გავითვალისწინებთ რომ გუმრის რუსული ბაზა გაზრდილია პრეტენზიები გამოცხადებულია და ასე შემდეგ არის რაღაც ესეც ყურადღება მისაქცევია მაგრამ ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა რომ ძალიან მალე არა მარტო ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი გაცილებით მნიშვნელოვანია დროში ეს სტრატეგიულია და ძალიან კარგი ვიზების ლიბერალიზაცია ჩვენ 2015 წელს რეალური შანსი გვაქვს უვიზო მიმოსვლის ევროკავშირთან ჩვენ რეალური შანსი გვაქვს 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე რომელიც
არალეგალურად ცხოვრობს, ნახევრად ლეგალურად ცხოვრობს ევროკავშირის ქვეყნებში, და ისინი არჩენენ ოჯახებს აქ, მათი მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესების და ეს ნიშნულოვანი წარმატება იქნება ამ კონტექსტში განვიხილავ მე რუსეთის პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრას. ხელი ვერ შეგვიშალოს ამ პროცესში. გასაგებია, საგარეო პოლიტიკაზე. დავამატებ უბრალოდ მეტის შანსიც გვაქვს, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება გარკვეული ამბავია უკვე და დიდი წარმატება არის. 90% გზისა გავლილი იყო უკვე როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა არ მინდა დაუკარგო ტექნიკური სამუშაოც და ეს მიყვანა ვარშავის სამიტზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული რომ პარაფირება მოხდება და ვილნიუსის სამიტზე პარაფირება მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა მაგრამ კიდევ წინ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და ამის შესაძლებლობებიც იხსნება მაგალითად იგივე მიუნხენის კონფერენციაზე ახლა რუმინეთის პრეზიდენტმა და ის ყოველთვის იყო მეგობარი საქართველოს და უფრო წინ მიდის ასე ვთქვათ ჩვენ დასავლელ პარტნიორებში ვიდრე შეიძლება ასევე სხვა ჩვენი მეგობრები ბატონო ბასესკუმ თქვა რომ ასოცირების ხელშეკრულებაში ან ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად შეიძლება უკვე ევროკავშირმა ისაუბროს იმაზე რომ წევრობის პერსპექტივაც ძალიან არტიკულირებულად და გასაგებად ჩაწეროს ჩადოს იმ მოლაპარაკებათა პაკეტში რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან და ბატონმა ფულემაც ეს გაიმეორა პირდაპირ კითხეს ბატონ პრემიერს ღარიბაშვილს რომ ხედავთ თუ არა ამ გზაზე პერსპექტივას ხედავთ თუ არა სინათლეს გვირაბის ბოლოს და მან სამწუხაროდ ვერ გაიგო რაზე არის საუბარი ანუ აქტიურად არ დაუჭირა მხარი იმას რომ გარდა ასოცირების ხელშეკრულებისა ჩვენ კიდე წინ გადავდგათ ნაბიჯი და ინფორმაცია მეტი მაგ საკითხში პერსპექტივაზე კი ბატონო შეგიძლიათ გასცეთ პასუხი და მე უკვე შიდა პოლიტიკაზეც მინდა რამდენიმე კითხვა მოვასწრო დაასრულეთ უპასუხეთ და ამიტომ ვამბობ რომ და მაყურებელს ძალიან კარგი საუბარი იყო ამ თვალსაჩინო ძალიან კარგად გაიგო პრემიერმა და ეს შემოთავაზებები ჩვენ ძალიან კარგად ჩვენს ხელისუფლებას გვაქვს გააზრებული რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენ გვიჩნდება რეალურად შანსი რომ არ გამოჩნდა რომ გაიგო განმავლობაში დავიწყოთ ჩვენ ეს პროცესი ამიტომ აბა ახლა გვინდა ევროკავშირი და ვერ ვაკეთებთ რა თქმა უნდა საქართველოს დღევანდელი პრემიერი ისეთი გამოცდილების მქონე ვერა როგორიც იყო ახალგაპრეზიდენტებული სააკაშვილი როცა პუტინის თვალებში ჩახედა და ასეთი დემოკრატი ევროპაში არ მიპოვიაო აჭრელებული იყო რუსული პრესა 2004 წლის აპრილში როცა ეს მოსკოვში არ მახსენდება დემოკრატიულს ბატონ დავით ესე იგი ეს პრემიერის რაღაცა შეგნებული და ჭკვიანური ნაბიჯი იყო რომ არ დაუჭირა იმ დისკუსიაში მხარს ძალიან კარგად დაუჭირა იმ დროს მიცა ამერიკულ ტელეკომპანიას სხვა ინფორმაცია გვაქვს ესე არა რა ინფორმაცია ხა ეს ყველაფერი ღიად იყო მიუნხენის კონფერენციაზე ხდებოდა ტრანსლირება ხდებოდა ინტერვიუ სადაც რუსეთზე ელაპარაკა და ოკუპაცია ეს ნორმალური ამბავია. გასაგებია თქვენი კოალიციური დავასრულოთ, მოდით ამ საგარეო პოლიტიკაზე რომ მე არა, ჩვენი შიდა პოლიტიკასაც შევეხო ბოლო კითხვები და დრო ცოტა გრჩება. გასაგებია არ ვიყოთ არაკორექტულები. თქვენგან გასხვავებით. მესმის ეს ვალდებულება ეხა ზედმეტად არის. კარგით, ევროპისკენ თავარ გზაზე დემოკრატიული ღირებულებები პრეზიდენტი საუბრობდა და ყველა ვიცით ეს და ამის ერთ-ერთი გარანტია არის ხოლმე არჩევნები, წინ თვითმმართველობის არჩევნებია ოპოზიციას დღესაც ქონდა უკვე განცხადებები გაკეთებული ბატონო და მინდა ამ თვითმმართველობის თემასაც შევეხო და უნდა დავასრულოთ. ისევ თქვენგან დავიწყებ ამ შემთხვევაში ოპოზიცია აღიქვამს ამას ზეწოლად ამ დაკავებებს და პირდაპირ უკავშირებს არჩევნებს. ელოდებით შვიდ არჩევნებს ამ ფონზე. იგივე მარგველაშვილი ამბობდა რომ არ უნდა იყოს უარესი 2013-2014 სამწუხაროდ არ ველოდებით შვიდ არჩევნებს, იმიტომ რომ ძალიან ვთქვათ მარტივი ტაქტიკა ჩანს ყველა ეს ადამიანი ვინც ახლა თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს პროცესი შეგინთ პარტიული პრაიმერების რაიონული ორგანიზაციების ასე ვთქვათ გადაწყობის გაძლიერების ყველგან სადაც ჩვენ ადამიანები რომლის ეფექტური მუშაობის იმედი გვაქვს წავაყენეთ ყველგან ასაქმე აღძრული და 4 ადამიანი დაიჭირეს აგერ ხონში დაიჭირეს 2 ადამიანი 4 წლის წინამდე რაღაც აბსოლუტურად გაუგებარი ბრალდებას ედავებიან რომ მოჭრილი შეშა უკანონოთ რომელიც გამგეობას გადაეცა ამათმა ხალხს დაურიგეს რაღაც ერთ სამას პირდაპირ პოლიტიკურ ზეწოლად პირდაპირ ანუ ყველა ეს ადამიანი ვინც ყველა ეს ადამიანი ვიზიათ ჩვენ ვაწყობთ ახლა რაიონულ ორგანიზაციებს ყველა ახლა აი ამ წუთებში მიმდინარეობს პროცესი რომ ზოგს საქმეს უკერავენ ზოგს უკვე იბარებენ ზოგს ატყობინებენ რომ დაგიბარებენ 4 უკვე დაიჭერეს ანუ სიგნალი მოდის რომ პირდაპირ ძალისმიერად
და ეხლა არჩევნების манипуляცია და არჩევნებში უპატიოსნო ჯოხის გადატეხვა არჩევნების დღეს არ ხდება, ხო? ეს იწყება რამდენიმე თვით ადრე და აი ესე იწყება, როცა შენ არ აძლევ პარტიას საშუალებას, ეხლა წინა არჩევნებზე რომ ვისაუბროთ, ეხლა გენერალურ მდივანს და იმას აღარ ვახსენებთ თბილისის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, რომელიც ისეთ ზეწოლის ქვეშ იყო, მაგრამ ის რაღაც რანგის, მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერები არიან, ხო? იქ კიდე გასაგებია რაღაც დავა. აქ ეხლა სადაც კი ჩვენ ნახეთ, რომ რაღაცა გარკვეული პერსპექტიული პარტიული ორგანიზაცია ყალიბდება, რომელსაც აქვს შანსი იბრძოლოს ადგილობრივ თვითმმართველობაში, ყველგან პროკურატურის ძალით უბრალოდ იჭერენ და დღეს Transparency International-ს გამოაქვეყნა თავის განცხადება, ანუ საქართველოს ორგანიზაციამ Transparency-ს, რომ ეს დაუშვებელია ესეთი მოქმედება, არჩევნების წინ ესეთი რამე ხდება. მოდით კითხოთ ბატონ დავით. მარტივად უნდა ითქვას, ხო? ადგილობრივ თვითმმართველობა ისე აიღო ხელისუფლებამ 2012 წელს გამარჯვებულმა ხელისუფლებამ, რომ არჩევნები არ ჩატარებულა, ხო, მაგრამ უმრავლეს რაიონებში საქართველოში უბრალოდ ზოგან ზეწოლით, შანტაჟით, გადაბირებით, ზოგან დაჭერით, ზოგან ასე თქვა დაშინებით თითქმის ყველგან ადგილობრივი ხელისუფლება ხელში აიღეს, მაგრამ ის რომ ამ არჩევნების წინ თავარ კონკურენტ პარტიას, სადაც უჩნდება შანსი, რომ იქ პარტიული ორგანიზაცია დაალაგოს, იქ მიხვდა უბრალოდ დაიჭირო ადამიანები, ხო? ასე დაწყება საარჩევნო ციკლს, უბრალოდ წარმოუდგენელია, ხა არანაირი წყნარი და მშვიდი არჩევნები აქ არ გამოვა. თუ ამ გზაზე დადგა, ასე ვთქვათ, ხელისუფლება. იზიარებთ ნაწილობრივ მაინც იმას, იმიტომ რომ ვიცით მართველი გუნდის პოზიციაც, მაგრამ ამ დაკავებებსა და ვთქვათ მომსავალო თვითმმართველობის არჩევნებს ან ზოგადად თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებს კონდეს ერთმანეთთან კავშირი. არ ხედავთ ამაში რაღაც პოლიტიკურ ნიშნებს, ვთქვათ, თქვენ. ვერ გავეზიარებ იმ უბრალობის ეს გამო, რომ ეს იქნებოდა რეალობის საწინააღმდეგო. ასე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, ძალიან სუფტად ჩატარებული არჩევნების შედეგები. სამი ერთზეა სხვაობა. როცა ძალიან კონკურენტუნარიანი კანდიდატი ყავდა ნაციონალურ მოძრაობას. ამისო რომ ჩვენ ეხლა ბატონმა გეორგიმ ზანა რომ თავარი კონკურენტული ოპოზიციური ძალა ნაციონალური მოძრაობა კოალიცია ქართული ოცნების კონკურენტი არც საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. ის ბურჯანის კონკურენტი იყო და ბურჯანძეს მოუგო მეორე ადგილში. ეხლა თვითმმართველობის არჩევნებზე შევხვდეთ კიდე, აი ორჯერ ხვდებით ამ ეტაპში. მესამეჯერად შევხვდეთ თვითმმართველობის არჩევნების მერე ვისაუბროთ. აი პროგნოზს ვაკეთებ. არ იქნება ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების კონკურენტი. მას ეკნება მეორე მესამე ადგილისთვის ბრძოლა. თუმცა ახლა სხვა ბარიერით იქნება ყველა ქალაქში არჩეული მისარები. დღევანდელ არასაპარლამენტო ოპოზიციას. ამიტომ არანაირი საჭიროება იმისა, რომ პოლიტიკური ოპონენტია და არიქა ახლა ძალიან შევშინდით და ამის გამო იმათ ხელი შეუშევთ, ამის საჭიროება დღეს კოალიციას არ აქვს. ჩვენ ცუდი სიებით კარგი არჩევნები ჩავატარეთ საპრეზიდენტო 2013 წელს, კარგი სიებით ბუნებრივია უკეთეს არჩევნები ჩვენ გვექნება კარგი. აი შერჩევითი სამართალი კლასიკურ გაგებაში რა არის? შერჩევითი სამართალია, როცა მაგალითად საგარეჯოში გამგებელსა და გამგეობას ეთავებიან 200,000 ლარს, მაგრამ იმიტომ რომ ის ამ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, წარმომადგენელია, ეგრევე უკეთებენ განრიდებას და საქმეს ხურავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ხონზე რაზეაც გეუბნებით 4 წლის წინ 12,000 ლარის შეშის დარიგებაზე წინასწარ პატიმრობას ეთხოვე და იჭერენ, იმიტომ რომ იციან, რომ იმ ადამიანმა ერთი კვირის მერე ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის პრაიმერში უნდა მიიღოს მონაწილეობა. აი ეს არის კლასიკური შერჩევითი სამართალი. აქ 200,000-ზე თვალი დავხუჭოთ არსებულ დანაშაულზე, იმიტომ რომ თუ არ აღიარეთ დანაშაული, განრიდებას ვერ გიკეთებენ. არსებულ დანაშაულზე, ასე ვთქვათ, თვალის დახუჭვა და ამ შემთხვევაში ადამიანის წინასწარ პატიმრობაში გაშვება 12,000 ლარის გამო ეგრეთ წოდებულ სამოხელეო დანაშაულზე, რომელიც არის აბსოლუტურად შეკერილი ბრალდება. კიდე აგიხსნით რა არის შერჩევითი სამართალი, როცა ორი ადამიანი თბილისის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ სივრცეს რო გადავხევოთ, ეხ გვარების დასახელება არ მინდა. ერთი და იგივე საქმეზე ედავებიან, ერთი გადადეს ქართულ ოცნებაში და საქმე იხურება და მეორეს დაასდევს პროკურატურა ბოლომდე და უნდა რომ ჩასვას ციხეში. ეს არის კლასიკური გაგებით შერჩევითი სამართალი. მე კი არ ვეუბნები ბატონ დავითს ახლა პირადად ძალიან ეშენია ნაციონალური მოძრაობის კონკურენციის. თუმცა იმასაც თქვენ ადგილას არ გავიმეორებდი, რასაც ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ აი იქ ბურჯანაძე და ნაციონალური მოძრაობა და ივანიშვილი არც მალავდა თავის სურვილს, რომ თავარი ოპოზიცია ჩვენ კი არ ვიყოთ, ბურჯანაძე იყოს. საიდან მოდის ეს სურვილები და საიდან მოდის ეს ვთქვათ იდეა, რომ საქართველოში არსებობდეს პრორუსული, ძლიერი, ამავე დროს მარგინალური და ყველაფერზე წამსვლელი ოპოზიცია, ეს მე არ ვიცი, მაგრამ მეორე მხრივ ეს სურვილი, რომ ნაციონალური მოძრაობა ეხლა ახალი ტაქტიკა აქვს, მოდით სერიოზულად არ აღვიქვათ, გასაგებია, მოდით თუ არ გინდათ სერიოზულად აღიქვათ,
პროკურატურას, ფინანსურ პოლიციას, ყველა ძალოვანს არ უნდა ქონდეს ბრძანება პირდაპირ, რომ ყველა რაიონში, ყველა რაიონულ ორგანიზაციაში თუ კი ნაციონალურ მოძრაობას მარტივი შანსი აქვს, სერიოზული კონკურენცია გაწიოს, მიდი და დაიჭირეთ, ჯერ დაიჭირეთ და მე ვიფიქრეთ რაზე იჭირეთ. საგარეჯოზე პირდაპირ დავალებით მოქმედებს პროკურატურა, ჯერ დაიჭიროს ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელი და მე ვიფიქროს რაზე დაიჭირა. საქმე ყოველთვის გამოჩნდება. პროცესში ნაკლებად ინფორმირებული ან სწორად არ არის ინფორმირებული. საგარეჯოს გულისხმობს? საგარეჯოს გამგებლის მოადგილის და კიდე რამდენიმე ადამიანი იყო. წინახი და შესახასაც უკავშირდებოდა. მათ მიმართ საქმე შეწყდა, ეს ხალხი გამართლდა. პროკურატურა მიქარა ანუ განრიდება არის ხო და ეს ხალხი გამართლდა. მოგჩეთ ესენი მართლები არიან. იქ საქმე შეწყდა. პროკურატურა უკან წაიღო. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არა, გამართა თუ განრიდება გაუკეთეს, მაგრამ განრიდება გაუკეთეს მაგრამ არა, გამგებელს არაფერი განრიდება არ გაუკეთეს და არც მის მოადგილეს. არა, დიდ არაფერს არ წვის. მოდი, ამაზე მე მაქვს კითხვა და ტრაქტორების საქმეზეც გამართა. ამ არჩევნებზე რო ვსაუბრობ. კი, გამართდა. ხო, გამართდა. ტრაქტორების საქმეზე გამართდა. ანუ შეწყდა საქმე, წაიღო პროკურატურა. რა თქმა უნდა, ტრაქტორების საქმეზე განრიდება იყო. ეს არის შერჩევითი სამართალი. განრიდება გაუკეთეს ტრაქტორების საქმეზე იმ ადამიანებს, მაგრამ ეხლა აღარ გვინდა ამაზე დავა. ეს განწყობა გააქვთ. მე არ ვფიქრობ, მე არ ვფიქრობ. მე სულ მქონდა განწყობა, რომ ვისმენდი პრემიერ-მინისტრის, ახლა უკვე მოქალაქე პრემიერ-მინისტრის, ეხლანდელი პრემიერ-მინისტრის, გენპროკურორის მოადგილის სულ ყველას განცხადებებს, რომ აქ რაღაც დიდი კორუფციული სქემა იყო და არჩევნებს დავუბრუნდეთ თქვენთან აკითხვა და დავასრულეთ. საქართველოს არ ყოფილა კორუფციული სქემა. და იყო მე ესეთი მოსაზრებებიც გამოითქვა, რომ აი კანდიდატურა ისეთი ძლიერი არ ყავს ქართულ ოცნებას და შესაძლოა თქვენ ამბობდით, რომ არ გვეშინია, თქვა ჩვენ თქვენი კონკურენტები არ ვართ, მაგრამ ნარმანია შემთხვევაში, როდესაც მესმის, მაგრამ როდესაც იყო ბარიერზე საუბარი, ამაზე მინდა უბრალოდ ბოლო კითხვა დაგისხოთ. თქვენ 50%-ზე საუბარი, მე 40%-ზე საერთო მესიჯია, რომ ნაციონალურ მოძრაობა დიდი კონკურენტი არ არის, მაგრამ რეალური პოლიტიკური სურათი დღეს არის ასეთი. რა თქმა უნდა, მართო ძალას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი. უდაო მთავარი ოპოზიციური ძალა ვართ ჩვენ. ეხა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა რამდენიც არ უნდა იძახოს, რომ მე საერთოდ არ ამოვქვა ოპოზიციად ნაციონალურ მოძრაობას. ამ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რამდენჯერაც არ უნდა თქვას, რომ ესენი ჩემთვის ოპოზიცია არ არის. 61 აქვს კოალიციას ბოლო კვლევი და 9 აქვს ნაციონალურ მოძრაობას. აი თუ ეს ასეა, ოპოზიციას არასაპარლამენტოს მით უმეტეს ის კითხვა ბატონო ყველაზე კარგი კვლევა ბოლო იყო არჩევნები, ხო? სამჯერ მეტი აქვს. ძალიან კარგად მახსოვს არჩევნების შედეგები. 62-28. ჩვენ განსხვავებით იმ ოპოზიციისგან, რომელიც ჩვენ გვყავდა კვლევებს, სოციოლოგიურ კვლევებს, კომპეტენტურს. არჩევნების შედეგი, არჩევნების შედეგი მაშინ აღარ გვინდა ამაზე დავასრულეთ, კამათი ჩავდება ჩვენი გადაცემა დასრულდა ფაქტიურად. არჩევნებისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით წინ. ძალიან ბევრი ახალი კოდექსი იყო, მაგრამ ბარიერზე მინდა დავიზუსტოთ უბრალოდ რატომ ახარ 50 და რატომ 40, იმიტომ რომ აქაც გაჩნდა ეს კითხვა. რომ ხომ არ აი კანდიდატთან მიმართებაში ხომ არ აქვს ის აი მოდი 50%-ის გადალახვას, აი გეუბნებით რომ 50%-ის გადალახვას ამ ბარიერის გადალახვა შესაძლოა ვერ იყო ესეთი განცხადებები გაკეთდა ოპოზიციის მხრიდან, არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან და გეკითხებით. ინტელექტით ჩავდოთ, შევამოწმოთ, მე თქვენ არ მოგმართავთ, მე მარტო იმ ხალხს. მესმის, მაგრამ მე მაინტერესებს რა იყო მიზეზი 50-დან 40-ზე გადმოსვლის, მოდი ეს მითხარით. ქართული ოცნების კანდიდატს შეუძლია 40%-ის გადალახვა და მას არ შეუძლია 50%-ის. ყველგან 50-ია გარდა თბილისის ადამიანს არ შეუძლია 50%-ის გადალახვა. მაშინ 50% მეორე ტურში მას ხო უფრო აწყობს, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე თუ სხვა არასაპარლამენტო ოპოზიცია ვერ იკვრება. გამოყვება ნაციონალური მეორე ტურში. თქვენ დაგავიწყდათ. სხვამებს ვიღებთ. თქვენ დაგავიწყდათ ბურჯანის ხალხი. ეს ვარაუდია, მაგრამ მოქალაქის კატეგორიული პოზიცია რომ მეორე ტური არსად არ უნდა იყოს დაგავიწყდათ. მე გეუბნები, 40% არის პირდაპირ მორგებული ჩატარებულ კვლევებზე, სადაც იციან 40% არის ის ზღვარი, რაც შეიძლება იყოს ნორმალია. აი ეს ეგრე არის. აბა თქვენი პასუხი და მოვჩით. 40 კონკრეტულ კანდიდატებზე მორგებული პროცენტია ბატონო დავით, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. არ არის სწორ ეგ ტყუილია. აქ ჩემთან დასწრებით მაინც არ მეგონა რომ ქალბატონინოს ამ ხელა იმას მოუყვებოდით, რა ქვია, ამბავს რომ არ აწყობს მეორე ტური ქართულ ოცნებას. ქართულ ოცნებას ეხლა რო იყოს 50% ჩვენ ყველაზე მეტად გვაწყობს. იმიტომ ბურჟანაძე ხმას არ მოგცემს პოლიტიკური კეთრია დღეს ნაციონალურ მოძრაობა და ვერ
ვერ მე პოლიტიკურ ტერმინალს ვარ. თქვენ მეორე ტურში ერთხმასაც ვერ იმატებთ. ამიტომ არჩევნები მოვა და ვინ რაკეტია. მაშინ რატომ არ მოდი მე მიპასუხეთ ძალიან გთხოვთ მორჩეთ კამათი თუ არ არის თუ აწყოსში რატომ არა 50 იმეს არასამართლობო გორგებული ქართული ოცნების მიმდინარე ხო იმიტომ ისრაელში თავის დროზე მოაწყდა ბარიერი ისრაელში ტარდება 40%-იანი ბარიერით თვითმმართველობაში მერების არჩევნები ბატონ დავით ხელია მოწერილი მაშინ როცა ოპოზიციაში იყო ბატონ დავით ხელია მოწერილი როცა ოპოზიციაში იყო მოთხოვნას რომ 50% თუ არ იქნება ბარიერი 50 თუ არ იქნება ბარიერი ეს საერთოდ არანაირი ბარიერი ერთიანი არ არის პოზიცია უმრავლესობა საბოლოო გადაწყვეტილება რა იქნება 50%-იან ბარიერს თვითონ იმ სავალდებულო მინიმუმად დემოკრატიისთვის რაც უნდა იყოს არა დემოკრატიის თემა არის გასაგებია ბოლო პასუხი მოდი მოვიხსნით ეხლა ეს უკვე აღარ თulis 50%-ს სავალდებულო მინიმუმად ეხლა უკვე თulis 40%-ს გასაგებია რატომ პასუხს ბატონმა დავითმა და დავასრულეთ რატომ აღარ თulis დღეს სავალდებულო ხელისუფლებაშია და იმიტომ ხელისუფლებაში უფრო გვაწყობს კოალიციაში არის 6 პარტია ჩვენ მქონდა დეკლარირებული ყოველთვის რომ 50%-იანი ბარიერი არის საუკეთესო. მით უმეტეს, როდესაც თქვა თბილისის მერობაზე ირაკლი ალასანია იყო მთავარი ოპოზიციონერი კანდიდატი, და შედეგებას დაადასტურა. ამიტომ ჩვენ მაშინ 50%-იანი ბარიერი პრაგმატულად ვაწყობთ. რეცვლები მაშინაც ამბობდნენ, რომ ნული მინდა ბარიერიო. დღესაც ეს პოზიცია ჰქონდათ. ამიტომ ამ კოალიციაში ეს არის ერთ-ერთი მოტივი, მაგრამ კოალიციის შეთანხმება 40-ზე ამოვიდნენ ისინი, ვისაც სულ არ უნდა და ამ პატიოსან ხალხს 30%-ზე ზევით 1% ვერ ავაწევიათ, ეხლა 40%-ია. ეს 40% დამთავრდება არჩევნები, ვნახავთ შედეგებს. ახსნა რა, ამას გეკითხებით რატომ 40? ამას მითხარით, არგუმენტი და დავასრულეთ. არ დაიჯეროთ, რომ რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის კომპრომისის შედეგია ეს 40%. უბრალოდ რესპუბლიკელებს მართლა ყველაზე ნაკლებად დავაბრალებ, ასე ვთქვათ, რომ ხელის გადამგრეხავი ცვლილებების შემოტანა უნდათ. მაგრამ კოალიციაში გაიმარჯვა იმ პოზიციამ, კოალიციაში გაიმარჯვა 40%-იანი ბარიერი. გაიმარჯვა იმ პოზიციამ, რომ ხელისუფლების ინტერესებს თავიდან ბოლომდე მოარგონ ყველაფერი და არათუ ამან გაიმარჯვა. გაიმარჯვა სტრატეგიულმა გადაწყვეტილებამ, რომ თუ სადმე კონკურენციის რისკი აქვს, იქ უბრალოდ ადამიანები დაიჭირონ, ეხა ეს გადაწყვეტილება მიიღეს და რესპუბლიკელების პოზიცია ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათ ვერ გაიტანეს თავისი და თუ გინდათ მე ცალკე რესპუბლიკელებს დაუძახეთ და კითხეთ რა ვერ გაიტანეს თავისი რა როიჩე 40 რა დემოკრატიის საკითხია აქ საუბარი რატომ შეიცვალა ეს გადაწყვეტილება? იმიტომ რომ ამაზე შევთანხმდით 40 მოერგო იმას რახან მოქალაქე წუთს რომ მეორე ტურები არ იყოს 40%-ზე ყველანი ხარ დარწმუნებული. დიდი მადლობა, ჩვენი დრო ამოიწურა. დავით ბერძენიშვილი და გიორგი გაბაშვილი იღებდნენ მონაწილეობას დებატებში. ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო აღარა გვაქვს. თქვენ კი დარჩით რუსთავერზე და უყურეთ ვანო შოუს, რომელმაც რა თქმა უნდა ეთერში გასვლა ჩემს გამო დააგვიანა, მაგრამ არა უშავს. ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ დარჩით ჩვენს არხზე. დიდი მადლობა. მადლობა.